მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთში, სოფელ მუსხში. ეს არის ტერიტორია, სადაც გადავწყვიტე, გავაშენო მესხური ვაზის ჯიშები, გავაკეთოთ ბიომეურნეობა, ბიოდინამიური მეურნეობა, სადაც ვაწარმოებთ ბიოღვინოს. ეს იქნება ვიდეოების სერია, სადაც წლის განმავლობაში შემოგთავაზებ სხვადასხვა განვითარებას, თუმცა სანამ ბიომეურნეობას გავაკეთებთ, აუცილებლად საჭიროა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ამისათვის ვეწვიე კახეთში რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობას, გიორგი ალადაშვილს და დღეს გთავაზობთ ამ ვიდეოს. მოკლედ წავედით. მოკლედ ტერიტორია გვაქვს დაახლოებით 1 ჰექტრამდე, შევიდა ორგანული ნაკელი, შემდეგ უკვე ამოტრიალდა, სადღაც 35 სანტიმეტრზე მოიხსნა. ეხლა ამას გაუკეთდება კულტივაცია და უკვე მომზადდება, დაიპლანება და მომზადდება ნერგების დასარგავად. თვითონ მიწა, კარგი მიწაა, მოკლედ დახრაც გვაქვს დაახლოებით 15%, რაც იმის საშიშროებას გამორიცხავს, რომ აქ წყალი დაგუგდება. ასევე განიავება გვაქვს კარგი, დღის განმავლობაში უკვე დაახლოებით 8 საათი სადღაც ზაფხულის დროს გვაქვს, ანუ მაქსიმალური განათების პერიოდი გვაქვს ამ ტერიტორიაზე და ფაქტიურად ჩრდილიც არ გვაქვს. ეგეც უკვე ამცირებს იმის რისკს, რომ დაავადებები გაჩნდეს, კარგი განიავება ქონდეს, კარგი მზის შუქი ქონდეს. შესაბამისად, ზოგადად მესხური ჯიშები მოყვარულია ზღვის დონიდან ირგვება დაახლოებით, რა ვიცი, 1000-ზე, 1100-ზე, 1200-ზე და ეგ მისაღებია და გამძლე ჯიშებია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ საკმაოდ კარგი ხარისხის და კარგი შაქრიანი ყურძენი უნდა მივიღოთ. მოკლედ, ჯიშებს რაც შეეხება, ჯიშები გვექნება პირველ ეტაპზე დავრგავთ დაახლოებით 1000 ნერგს. აქედან ნაწილი იქნება მესხური მწვანე, ნაწილი იქნება ასპინძური წითელი და ასევე მრავალფეროვნებისთვის დავამატებთ ცოტ-ცოტა სხვადასხვა მესხურ ჯიშებს, რომელიც გვექნება სასელექციოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ველოდებით რა თქმა უნდა, კარგ ამინდებს, დავიწყოთ უკვე მომზადება, წელს ზამთარი გაგვიგრძელდა ძალიან და შესაბამისად უნდა დაველოდოთ კარგ ამინდებს. ნერგები მზადდება და ამასაც განახებთ აუცილებლად, სად და როგორ ხდება ნერგის გამოყვანა, შესაბამისი ტექნოლოგიით, შესაბამისი ხარისხით, იმისათვის რომ ნერგი იყოს ძლიერ ფესვზე დამყნობილი, რომ მერე უკვე კარგი ნაზარდი მოგვცეს. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასევე ვთქვათ, ის ტექნოლოგია, ის რეკომენდაციები, რაც აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ, როცა ვაზის გაშენებას ვაპირებთ, ამას ყველაფერს გავივლით კონსულტაციებს შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, ვინც მესხური ვაზის აღდგენის პროგრამას ახორციელებს, ასევე სამეცნიერო ცენტრთან, ასევე განახებთ უშუალოდ ბიომეურნეობაში, როგორ ხდება პროცესები და რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ფაქტიურად პირველი წელი იქნება მოსამზადებელი წელი, მნიშვნელოვანია რომ ვაზმა დაიჭიროს და უკვე მეორე, მესამე წელი, უკვე მეოთხე წელი იქნება შევამსხმოვიარობაში, როდესაც შეგვიძლია რომ პირველი უკვე მოსავალი ავიღოთ და დავწუროთ პირველი ღვინო. ამ ტერიტორიაზევე მოთავსდება და განთავსდება და დაგეგმილია და იმედია რომ ყველაფერი გამოგვივა, რომ გაკეთდეს მესხური მცირე მარანი, სადაც მოხდება ქვევრებში ამ ღვინოს დადუღება, ღვინის წარმოება, აბსოლუტურად
ბიო იქნება ყველაფერი. თქვათ, ჩვენ დავიწყებთ ასევე ბიო სერტიფიცირებას, შესაბამის მასერტიფიცირებელ ორგანოსთან. ეს არის კავკასცერტი, რომელიც ახორციელებს სრული ციკლის სერტიფიცირებას, დაახლოებით 3 წლიანი პროცესია და ამ 3 წელში აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩანაწერები და ასე შემდეგ, იმისათვის რომ საბოლოოდ მივიღოთ ბიო სერტიფიკატი და ამ ბიო სერტიფიკატით ფაქტიურად შეგვიძლია ღვინო გავყიდოთ საერთაშორისო ბაზრებზე და შედარებისთვის რო ავიღოთ, თქვათ ბიო სერტიფიცირებული ერთი ბოთლი ღვინო შეიძლება გაიყიდოს 20-დან 50 დოლარამდე საექსპორტო ფასი, მაშინ როცა ჩვეულებრივი ღვინო კარგად იცით გადის სადღაც 3-5 დოლარის ფარგლებში. ჩვენი მიზანია მესხეთში შევქმნათ ერთ-ერთი სანიმუშო ბიო მეურნეობა, მესხური ვაზის და მესხური მეღვინეობის წერტილი და იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოგვივა. მოკლედ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. ეს არის პირველი სერია და წლის განმავლობაში როგორც კი რაიმე ახალს გავაკეთებთ, აქ უნდა შემოიღობოს ტერიტორია, უნდა გაკეთდეს ტექნიკური ოთახი, უნდა დამონტაჟდეს წვეთოვანი სისტემა, დენი, წყალი, კამერები და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა ეტაპს შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეოებად. გამარჯობა, როგორ ახარ, აბა? მოკლედ მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში, სადაც ჩვენი მასპინძელია გიორგი ალადაშვილი. დღეს რაღაცა ცუდი ამინდი დაგხვდა რა, გუშინ კარგი მზე იყო მოკლედ, მაგრამ კახეთში რომ მოდიხარ ყოველთვის მიუხედავად წვიმისა, მაინც კაი განწყობა გაქვს რა. სიურპრიზები არის რა, ყოველთვის. მოკლედ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დღეს შემოგთავაზებთ როგორ მუშაობს ბიომეურნეობა, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ბიომეურნეობას ვაკეთებთ და არის თუ არა რეალურად ბიომეურნეობა ის სფერო, რომელიც საინტერესოა საქართველოში, ხო? ვთქვათ, ვინც დაინტერესებული იქნებით ამ მიმართულებით, მოკლედ გიორგი მოგვიყვება დღეს ყველაფერს და ამ ვიდეოში გაიგებთ. ერთი ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომ ესეთი არხი შეიქმნა და ესეთი მოთხოვნა უკვე ხალხისგან, რომ ამ ყველაფერს უყურონ და ისწავლონ. აი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას დიდი მადლობა ყველა თქვენ გუნდის წევრს და გამოიწერეთ, იცოდეთ არხი, კახურად გემოვნებით აუცილებლად გამოიწერეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს. როდესაც ვიწყებთ საუბარს, საერთოდ ის იქნება ბიო, ანუ ცოცხალი ღვინო, ნატურალური, ანუ მაქსიმალურად ბუნებრივად შერწყმული ერთმანეთში ის ნატურალური ღვინო, ეს იქნება დემეტერი, ეს იქნება ბიოდინამიური, სადაც უკვე მიდის მთვარის კალენდარი, არის აქ უკვე ბიოდინამიური პრეპარატები, მომზადებები, ეს სამი განზომილება ძირითადად, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და ძირითადად რომელიც ქართული ღვინის მიმართულება უნდა იყოს, ვისაუბრებთ დღეს ამ ყველაფერზე დეტალურად, აბსოლუტურად დაწყებული კომპოსტები, გაგრძელებული, ეხა გუშინ კარგი მზე იყო და აქ ბაბუა წერას მაღლავით. ხო, ბაბუა წერას კრეფავდით, ბაბუა წერაზე ვიძახდი რომ მეთქი არის მეთქი ძალიან მდიდარი. ნუ საბედნიეროდ მოხდა ისე რომ უკვე ხალხისთვისაც ცნობილი გახდა რომ ხალხმა გაიგო რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობის, მაგრამ თვითონ ვენახში ხო მინდა აი აღვნიშნო მომზადება 501 აქ ესეთ ბიოდინამიურ მიდგომას, რომელიც არის სილიციუმით სავსე. რა არის სილიციუმი? გუშინ წინ მოკლედ შევიტანეთ 500p და მივაყოლეთ სილიციუმი, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ფოტოსინთეზამდე ეს კავშირები ნიადაგს კვირტს და ესე ვთქვათ პლანეტებს, მაგრამ იდეაში კარგად რო ავხსნათ ხო რა არის ჩვენთვის მთავარი, რომ შუქის სინათლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ სინათლე არ აგვაქვს, არაფერი არ გამოდის ხარისხიანი. სინათლეს გვაძლევს სილიციუმი. მოდი თავიდან დავიწყოთ. სილიციუმი, კი ბატონო. მოკლედ მაყურებელს რო ავხსნათ, ანუ ზოგადად ბიომეურნეობა ესე წარმომიდგენია, რომ არ ვიყენებთ ქიმიურ პრეპარატებს, ხო? ხო. რეალურად რას ნიშნავს აი ბიოდინამიური მეურნეობა? ეს მარტო ქიმიის არ გამოყენება ხო არ არის? აქ არის მთელი კომპლექსი. აი ეგ რომ მოკლედ ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, რეალურად რას მოიცავს ეს ბიოდინამიკა? ანუ ცოცხალი დინამიკა, ანუ შენ ხარ დინამიკაში ადამიანი ნებისმიერ მცენარესთან რა. ანუ ცოცხალი და ჯანსაღი, ჯანმრთელი პროდუქტი რომ მიიღო, ხო, უნდა გქონდეს ცოცხალი ნიადაგი. ანუ ნიადაგი თუ არა გაქვს ცოცხალი, ახლა შენც კიდე ილაპარაკე ბიომაგ, პეტრემაგ, პავლემაგ, არაფერი. ანუ არის ცოცხალი ნიადაგიდან იწყება. ცოცხალ ნიადაგს ჭირდება ადამიანის მიხმარება დღევანდელ პერიოდში, რომელიც ბუნებრივად უკვე ამრავლებს ყველა იმ მიკრობიოლოგიურ სიცოცხლეს, რაც ხდება ნიადაგში. ბიოდინამიკა არის ადამიანის ჰარმონიაში ყოფნა ბუნებასთან და მათ შორის იმ კულტურებთან, რომელიც კულტურებიც მას მოჰყავს. კი ბატონო. ეხლა რა მაინტერესებს? რამდენი წელი ამ საქმეს აკეთებ?
მოკლედ ეხა არის 2026 წელი 2016-ში ჩამოვედი საქართველოში და 2016-მდე სადაც 7 წელი მქონდა ბიოდინამიკოსებთან სულში ურთიერთობა და მაგის შემდეგაც გამიგრძელდა. სად იყავი მანამდე რო ეს არის შვეიცარია, საფრანგეთი, ეხა იტალიაში ძალიან აქტიური ფაზაში ვართ, იმიტომ რომ უკვე მეოთხე წელია რაც ესე აქტიურად ჩანდი იტალიაში მუშაობდი, იმიტომ რომ იტალიაში აქვს ქართული კოდი წაღებული და თავისი ამფორები აქვს. იტალიაში არიან ძალიან ძლიერი ბიოდინამისტები და იტალიაში გააკეთეს ის კვლევები, რომ როგორც იქნა გავიგეთ, ანუ გასაგებენაზე და ის რქიდან ამოღებული საქონლის ნაკელი, რომელიც არის მთავარი პრეპარატი ბიოდინამიკურ მომზადებაში, ეს რას აკეთებდა? ანუ ვერ იგებდა ხალხი და ზოგს ეგონა რომ კოსმოსიდან იმას ეხმარებოდა, მაგრამ იდეაში იქ არის ბაქტერია, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არის სტიმულიზატორი, ანუ ყვირის, რომ მე მოვედი, всё, გაზაფხული დადგა და აი ეხლა თქვენ უნდა ყველამ დაიწყოთ მუშაობა. ეს ამას აკეთებს თვითდაუნებოთ, იმიტომ რომ ის ბაქტერიები ეს იზიდავს რა თავისთან და ეს დადგინდა უკვე ლაბორატორიაში. გამოხვედი შვეიცარიიდან დაბრუნდი. ანუ რატო გადაწყვიტე პირველ რიგში რომ ბიოდინამიური მეურნეობა შეგექმნა საქართველოში და რატო არ გააკეთე ჩვეულებრივი მეღვინეობა, როგორც 90%-ში ალბათ მეჩი გავრცელებულია საქართველოში? ანუ შენი мотиваცია რა იყო და თქვათ აი ფინანსურად ეკონომიკური გათვლა რა იყო, რომ თქვათ ბიოდინამიურს რა უპირატესობები შეიძლება ქონოდა? აი რა იყო ჩანაფიქრი შენ? ყველაზე მთავარი გათვლა იყო აქ ის, რომ მინდოდა რომ ზუსტად იგეთი ნიადაგი მქონოდა, რაც პაპაჩემის ვარდისუბნის ვენახში მახსოვდა. რაც მე რო ჩამოვედი აქ აბსოლუტურად სხვა რეალობა დამხვდა. და რასაც მე ვამტკიცებდი შვეიცარიაში და ბურგუნდიაში საფრანგეთში ყოველთვის, რომ თქვენ მეთქი წარმოდგენა არა გაქვთ, ჩვენ რა კარგი მიწა გვაქვს მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენთან არის ხევში რომ რაღაც გადააგდო, ამოდის მეთქი და თქვენთან არა და აი მე მეთქი ბიოდინამიურ მეურნეობას გავაკეთებ, იმიტომ რომ იდეაც ჩემს ეგეთია, მე თვითონაც მიხარია, რომ ჰარმონიაში ვცხოვრობ ბუნებასთან რა და აქ არის შენ გაქვს იდეა, შენ გიყვარს შენი ვენახი იქნება, შენი ბოსტანი იქნება, ეს თუ ღვინის წარმოება იქნება და მე შენ არ შეიძლება რომ შენ შეიძლება შენ თავს რაღაც ძალიან ბევრი დაუშაო, მაგრამ შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ შენ სხვა ადამიანს დაუშაო შენი მოყვანილი პროდუქტით. შენ რა ჯანსაღ პროდუქტსაც მიაწვი, ანუ რასაც შენ გაისვრი, ის და გიბრუნდება უკან რა და თავი იყო ეს, რომ მაგათთვის დამომტკიცებინა, რომ ჩვენ ქართველები მაგრები ვართ და აგერ მე ვეხმარები ახლა მაგათ ღვინის კეთებაშიც და ვენახებშიც ჩავერთე სხვათა შორის. მეორე ის იყო, რომ მინდოდა რომ ქართული ღვინო ყოფილიყო ის ღვინო, რომ ნამდვილი ბუნებრივი არომატები გქონოდა პირდაპირ სახეზე. ამ ყველაფრით მინდოდა რომ ქართული ღვინო ყოფილიყო წინა პლანზე, იმიტომ რომ რაღაცას არ გვანებოდა. მე კიდე ქვევს ისეთი უნიკალური სუჭელი თვისება აქვს, რომ შეგა ქვევიდან კასში წაიღებ რაღაცას, ნუ ჩაფერის ღვინო უკვე სხვა რამეა და ეს ყველაფერი მინდოდა დამემტკიცებინა და მე მგონი გამომიყვანს. ეხლა აქ ეს არის 2 ჰექტარი და 68 მეასედი რა. ნუ მოკლედ აი ამ ადგილზე არის კაცითელი კახური მწვანე, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ბევრს შეშლება ხოლმე იქ მანავისა, ახმეტისა. ანუ კახური მწვანის ჯიშია და ეს აუცილებლად ყოფილიყო და უნდა გვენახა რუისპირის მწვანეც იყო და რატომაც არა, ხიხვი და კისი და მე უკვე მიყვება, არის საფერავი, საფერავიც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ საფერავიც გვეჩვენებინე ეს და ჩვენ მიყვება უკვე იყალთოს წითელი არის, ხურბელა კახური არის, სიმონასეული. თქვათ ავიღოთ ქაცითელი. ანუ ავიღოთ ბიოდინამიური მეურნეობა, ჩვეულებრივი მეურნეობა. აი მოსავლიანობის განსხვავება მარტივად რომ დავანახოთ და მე უკვე მოსავლიანობა არის როგორ გასხლავ შენ ვენახს. მანდ არის სხვა არაფერი. შენ თუ არასწორად მოწამლე შხამებით, მაინც უფუჭდებათ. ანუ შენ შხამით მოწამლე არასწორად თუ ბიოთ მოწამლე არასწორად თუ რაღაცა მამა-პაპურად მოწამლე არასწორად თუ ბიოდინამიურად შენ პრობლემა ყოველთვის გა. პრევენციის მეშვეობით მიდის სწავლობა. რაც აქ იხარშება ხოლმე ყველაფერი. იხარშება ჯორის ზუა, შვიტა, იხარშება ჯორის ზუა. რომელია ჯორის ზუა? ბალახია? ხო, ბალახი. ეხა არ არის ჯერ ამოსული რა, ცოტა ხანში წამო ჭანტებში მოდის. ჭანტი რა არის? ჭანტი აი რაღაცა ადგილები სადაც აი ნაჟურები გადის და სულ წყალია რა, მოკლედ და ამას აქვს ძალიან ბევრი სილიციუმი რა. სილიციუმი არის სოკოების დამწველი ნივთიერება. იმიტომ რომ ძალიან ნათდება და სოკოს კიდე რაც მედიცინაში იწვება რა, იმის შეიძლება ისიც გქონდეს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები რომ აი ეს დამინდებში მე ბიოდინამიურად მიმუშავია, მე ნაცარი გამიჩერებია, რაღაც სავის და რაღაცები გამიჩერებია და სხვებს გაფუჭებიათ, ეხლა ღმერთმა დაიფაროს ყველა ყურძნის გაფუჭებისგან, მაგრამ ცოტა მეტი შრომა უნდა. ფინანსი ნაკლები გინდა, მაგრამ შენ თუ ესეთ მეურნეობას ქმნი, დღეს საქართველოს რა გადაარჩენს ესე რომ ვთქვა რა. გადაარჩენს მეურნეობა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ავტონომია შექმნილი ყველაფერს. ანუ ყველაფერი თავისია. შენ შეგიძლია რომ ნივრის, ეხა ნიორი შევა როგორც დაკავდება, ნიორი
ჯორის ძუა, ჭინჭარი, ეს სამი რამ შევა და არც გოგირდს ვიხმარებ და არც სპილენძს. სპილენძს მაინც ვხმარობ კილოგრამი და 250 გოგ ხოლმე წელიწადში გექტარზე რა. ეგ სუფთა რო გამოვთვალო, მაგაზე მეტი არ ყო. აი ესენი შევა და ამით მაქსიმალურად ჩატარდება 2-3 წამლობა. ეს ხო საკვებიც არის, ეხმარება კიდეც. შენ როდესაც ბუნებრივ ნატურალურ ღვინოს აკეთებ, შენ თუ ალკოჰოლი არ აქვს, მჟავიანობა არ აქვს. ეხლა 11-იან ღვინო რთულია რა, რომ შეინახო. რაც დიდი ხანი ცხოვრობს ვაზი, მით უფრო ხარისხიანია და მით უფრო გამოცდილებას იმატებს. ანუ ბებერი ვაზისგან კაი ყურძენი მოდის, ხო? ხო და ახალგაზრდა ვაზისგან არა. ეს თემა არის გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ყოველ წელიწადს ვაზი თავის გამოცდილებას ფესტო სისტემაში ინახავს. იო, ანუ საქართველოში ესე იგი ბევრი ვერ არჩევს რა არის განსხვავება ბიოღვინოს, თქვათ, აი არის ესეთი ის, რომ აი ჩემი პროდუქტი ნატურალურია, ხო? თქვათ, წვენებიდან დაწყებული ნებისმიერ პროდუქტზე, ხა ბუნებიდან მოიპოვება ის ქიმიაც, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატურალურია, მაგრამ მე მინდა რომ აი ჩვენს მაყურებელსაც კარგად აუხსნათ და აი სხვაობა დავანახოთ, რომ როცა ვამბობთ ნატურალურია, ეგ რეალურად ხო არაფერს არ ნიშნავს რა, მაგრამ როცა გადავდივართ უკვე ბიოორგანულზე, მანდ არის ზუსტად ის მიდგომები, რაც შენ გაქვს დანერგილი მეურნეობაში, რომ რა განსხვავებაა, ხო? ნატურალურსა და ბიოდინამიურ მეურნეობაში და ტექნოლოგიით მოყვანილ პროდუქტს. ეს არის ჩვეულებრივი ქარხნის ღვინო, ეს არის ქიმიით მოყვანილი, რასაც ეს არის ბიოღვინო, სერტიფიცირებული ბიოღვინო. აქ ამონაცდება, მეგობრებო. სერტიფიცირებული ბიოღვინო, ეს არის დემეტრი, ანუ ბიოდინამიური სერტიფიცირებული ღვინოა. ეს არის ნატურალური ღვინო, რასაც ჩვენ დღეს ნატურალურ ღვინოს ვეძახით და ეს არის აი მამაპაპეული ღვინო, რა სონზაოა აჟუტენი სულფიტ. ეს ანიშნავს, რომ არანაირი დანამატები სულფიტებიც კი. მე პირადად, მე არ მიყვარს ღვინო, რომელიც ფუჭდება, ანუ ავადდება. მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი იმას, რომ რაც არის დაავადება. ქიმია, გოგირდია, მაგრამ შენ შეგიძლია რომ მართო შენი მეღვინეობა ისე, რომ ჯანსაღი პროდუქტი გქონდეს. ნატურალური ღვინო იწარმოება მხოლოდ და მხოლოდ ბიო სერტიფიცირებული ან ბიოდინამიური და სერტიფიცირებული დემეტრი სერტიფიცირებული ვენახებიდან. შენ თუ არა გაქვს სერტიფიცირებული ვენახი, ყურძენი ვერ მიიღებ ნატურალურ ღვინოს. თუმცა ნატურალურ ღვინოში გვხვდება ჩვენ 30-40 მგ გოგირდი. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ შენ ადგილ გოგირდი ჩაყარო. ეგ დასაშვებია, ხო, სტანდარტია. ხო, და სტანდარტია, ნატურალურ ღვინოში და არავის არ ეგონოს, რომ ნატურალურ ღვინოში მე აფერ ჩავყარი. არა, კაცო, მე გოგირდი დაუბოლე ქვევიდან ქვევში ის აქ არის და ისედაც ბუნებრივი გოგირდი, ისედაც არის რა. შემდეგ ანუ არის ბიოდინამიური ღვინო, ბიოდინამიური ღვინო არის, სადაც 70-80 სულფიტია, 90. მე შემიძლია უკვე სულფიტები დავამატო, რომელსაც უკვე მე ვაწარმოებ აქ ადგილზე. ეს ბიოსერტიფიცირებული ღვინო, რომელსაც ბიოსერტიფიცირებული ვენახი კონდეს და თვითონაც უკვე შეგიძლია ბიოსაფუარი შეიტანო, თქვათ, იქ რაღაცა ბიოდანამატები, რომლებიც დაშვებული არ არის სხვა ღვინოებში. მე მაგალითად არ მივესალმები, მაგრამ თუ ღვინო გიბიჭდება რა ისიზავ ხა. ხო გადაღური ამას შეიძლება ვეც მოასწრო არყად გამოხდა. ნუ ეგ არის და ეს ყველა მიცენ 100-150, აქაც უკვე სულფიტები შეგიძლია დაამატო, ოღონდ ჩვეულებრივი სულფიტის დამატება შეგიძლია. და ეს არის უკვე ქარხნის ღვინო, აქ ქარხნებს რაც უნდათ ისაკეთონ მაგათი ცხოვრება და რაღაც საქმე. შენ ახლა აი ამ ქარხნის ღვინით მოწამლი ადამიანს თუ შიგნით ცხენს აჭიხვინებ ღვინოში ან დაძმარებულ ღვინოს დააჰევებ ამის, ეგ და იგივეა, ეს არ შეიძლება. ეს ცოტა ხანია მოდაში, იმიტომ რომ არის იაფიანი სეგმენტი, ამას სვავს ღვინის არამცოდნე მას პროდუქტია რა მარტივად. და მე $3 ნახევარ თუ ახლა ექსპორტზე ღვინოს გავუშვებ. ეხლა უნდა გადავწყვიტო, როგორი ტიპის მეურნეობა მინდა. თქვათ, ვაკეთებ მცირე ფართობზე რომ ავიღოთ რამდენიმე ჰექტარზე, ხო? რატო უნდა გავაკეთო ბიოღვინო? მარტივად. მოდი ეგრე დავარქვათ, ბიოღვინო ჩვეულებრივი, რომ აღარ ავრიოთ ჩვენი მაყურებელიც რა. რატო უნდა ვაწარმოო ბიოღვინო? აი მოკლედ და გასაგებიენით აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, თქვათ, რა უპირატესობები შეიძლება მქონდეს, რა გამოწვევები შეიძლება მქონდეს მაგ ნაწილში. აი ბიოს შემთხვევაში, აი დღეს მე ვარ მოსული შენთან, მეც მინდა რომ გავაკეთო ბიომეურნეობა და აი რას მირჩევდი, თქვათ, რა უნდა გავითვალისწინო, რატო უნდა გავაკეთო, რა სარგებელს ვნახავ, თქვათ, რა ფასად შემიძლია გავყიდო, ღირს თუ არა ძვირი, ეს შრომა ყველაფერი ამათ ღირს თუ არა და ასე შემდეგ. და რა რისკებია საბოლოო ჯამში. ერთი ის რომ თუ ბიოღვინოს არ გააკეთებ, მაშინ ჯობია რომ ყურძნად გაყიდო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მასიური ყურძენი უნდა აწარმოო და შენ ახლა ყურძნა კიდე ღვინოთ მიიყვარო და ისეთი ღვინო გააკეთო, რასაც უკვე სოფლიო გამოცდილება იმდანაც მაგრად აკეთებს, რომ რაც შენ მუშახელი გჭირდება და რაც შენ ხარჯი გაქვს იმ ყველაფერში, ეს ყველაფერი უკვე იმათ მექანიკურად აქვს დაწყობილი და შენ მაგას ვერ მიეწევი. ეს
ხუთი, ანუ ან უნდა ძალიან დიდი ფული უნდა ჩადო, რომ შენ მასიური წარმოება იაფი დაისვა, შენ ავსტრალიაზე, ვთქვათ, მექსიკაზე, ამერიკებზე და ჩილეებზე და იმებზე, იმპულს ალბათ შენი შვილთაშვილი არ ამოიღებს ან არა, მაგრამ ბიოში შენ შეგიძლია რომ მოიპოვო ისეთი კლიენტი ღვინისა რა, ისეთი მომხმარებელი ესე რომ ვთქვათ, რომელიც მომხმარებელიც არის მიმართული ღირებულებებისკენ. ადამიანი რომელიც ტრადიციებს და ღირებულებებს პატივს სცემს, მნიშვნელობა არ აქვს რა და ძირითადად ჩვენი ეს ევროპული სამეგობრო, ვინც ამას ძალიან აფასებენ. როდესაც შენ მამაპაპურ ტრადიციებს ინახავ, შენ ტრადიციას არ იმაშვრები, ღვინოს აკეთებ ბუნებრივს, ნატურალურს, ბიოს, ხო, კარგი ვთქვათ, ბიოღვინოს და შენ უკვე გაქვს ყველაფერი ეს არა ტექნოლოგიაზე აწყობი რაღაცა, მასშტაბური ტრადიციებზე, აი ეს არის შენი პლუსი, შენ ამას შენ ტყიდი უკვე, შენ ყავს შენი მომხმარებელი და იმისთვის ეხლა შენ 15 თუ 20 ევროდ გაყიდი ღვინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შენ ისაც არ აწარმოებ ბევრს. ფასი არ არის მთავარი. ხო, არ აწარმოებ ბევრს და თუ ავიღებთ 1 ჰექტარს, ვისაც მოყავ, ვთქვათ, 20 ტონა ყურძენი და ავიღებ 1 ჰექტარს, ვისაც მოყავ 6 ტონა ყურძენი, ბიოში 8 არის დაშვებული. 8 ტონა ყურძენი, ჩვენი დანახარჯები უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი, ჩვენი ამონაგები უფრო მეტია, ვიდრე მათი. აი ეს ძალიან ადვილად რო ავხსნათ, ეს დათვლილია. ანუ მასშტაბზეა გათვლა, თქვათ, მასიურ ღვინოში, ანუ დიდი მასშტაბი უნდა ქონდეს, აქ შეიძლება იყო მომგებიანი ფერმერი, ესე რომ ვთქვათ და ბიოში შეგიძლია ესეთი სეგმენტური პროდუქტი შექმნა, უნიკალური, მათ შორის რომ ვთქვათ იმ დაინტერესებულ მომხმარებელს, ვინც ღვინოს აფასებს, მეტის გადახდის სურვილი გაუჩნდეს. აი ეს არის 2017 წლის საფერავი. 150 ლარად იყიდებოდა და აი 100 ბოთლიაო და ავა 200. ჟანგბადუნა შეაყოლოთ. მოკლედ ვიდეო დამთავრდა, ჩვენ кейპს გავაგზელებთ. თქვენ არხი გამოიწერეთ მანამდე, დაალაიქეთ ვიდეო. არავის ნაკლებები არა ვართ ქართველები, კაცო და რატო არ გქონდეს ჩვენ ისეთ შემეცნებით გადაცემები, როგორც ეს არის და დამშულოვანია, და ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ესე იგი, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, როცა ვაკეთებთ, როცა ამ ბიზნესში შევდივართ. და ესეც, სტანდარტული ბიზნესს ვერ დავარქმე, უფრო ცხოვრების სტილიც არის. თქვათ, შენ რასაც გიყურებ, ამით ცხოვრობ და ამით ცოცხლობ რა. შესაბამისად, ის რომ დღეს მე ფული მაქვს და მოდი აბა ვენახს გავაკეთებ და ბიოს გავაკეთებ მით უმეტეს და ამით მე რაღაც რამდენიმე წელში ფულს ვიშოვი, ხო, ეგ არის ილუზია და თუ მაგ მიდგომით ხარ, წადით იყიდეთ უძრავი ქონება. მოკლედ გავაგზავნოთ ამ თემაზე ჩვენ საუბარი, ვინც დაინტერესებული ხართ. ესე იგი, პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ მინდა შევქნა უნიკალური ღვინო. ანუ გადავწყვიტე, რომ ბიოში შევდივარ, ბიოდინამიური მეურნეობა მინდა შევქნა. პირველი რა უნდა გავითვალისწინო, ანუ თქვა, როგორ უნდა დავიწყო დაგეგმარება ჩემი მეურნეობა. თუ გვექნება იმის საშუალება, რომ ისეთ ადგილზე ეს ყველაფერი გავაკეთოთ, სადაც ნაკლებად ხვდება, თქვა, ადამიანის ფეხი, რაც შეიძლება იზოლირებული და გაწეული მეურნეობის ვენახებიდან, მაგაზე არაფერი არ ჯობია. არის კირქვანი იადაგი, არის ქვიშა და თიხა რა. რომელია იდეალური ნიადაგის? გააჩნია შენ ახლა მაგას რისთვის გამოიყენებ, თუმცა როდესაც შენ სცენარის ჰარმონიაში ბიონერად აცხოვრებ, ძალიან დიდი მნიშვნელობას უკვე არ არის ფაქტურად ყველაფერს აღდგენი. რეგულარული პრეპარატების შეტანა, რა თქმა უნდა, კომპოსტების შეტანა, იდეატების კომპოსტირება და აუცილებლად ეს ყველაფერი და ნელ-ნელა აღდგება და ბუნებრივად უნდა აი ესა აი არ გინდა რომ გააკეთო ბევრი ხარჯი გქონდეს, რაღაც იქ წახვიდეს, შეიტანო ის რაღაც 1000 მანქანა ნაკელი, მე ამ ნაკელსაც კაცო თავისი წესი აქვს, როგორ უნდა შევიდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გააჩნიო. ამიტომ ანუ ავარჩიე მიწა. ესე იგი, მიწას დიდი მნიშვნელობა არა, გააჩნია ხო სად იქნება ეს მიწა, რამდენად იზოლირებულია, თუ არის იზოლირებული, თქვა რომ კვეთაში არ იყოს მეზობელ ნაკვეთებთან, ეგ იმის გამო რომ თქვა დაბინძურების რისკი დაბალი ქონდეს, იგივე დაავადების კუთხით და თუნდაც ქიმიის გამო თუ მეზობელი ქიმიას იყენებს, რაღაც კუთხით შენზეც მოქმედებს, ხო? თუ მეზობელი ქიმიას იყენებს, ან შენც ქიმიაში ხარ. ეს ღვინის საწარმოებლად ისეთი რაღაცებია გამოგონილი, ან ღვინო იმ დონეზე აქვს დაშლილი და ნასწავლი, ჩვენ ძალიან შორსა ვართ იქ რა, რომ საერთოდ რა გოგირდის შეტანა რა, საერთოდ არ გინდა ისეთი რაღაცებით ჩაასწორებ, რომ არც სადა, მაგრამ შენ თავთან თუ მართალი არ ახარ, როგორ უნდა იცხოვრო რა, ეგ არის და კი ბატონო. თქვა დავარჩიე ეს მიწა, ის ანალიზებიც გავაკეთე ყველაფერი, გავიარე კონსულტაცია, შემდეგი ეტაპი რა გვაქვს? აი თქვა ენერგიებს სად შოულობ? არის სანერგე მეურნეობები, სადაც შეგვიძლია
საიდან შევიდა მოვიტანოთ უკვე სწორად შერჩეული ნერგი რა. აი რას ნიშნავს? სწორად შერჩეული ნერგი ნიშნავს რომ არის რაღაცა უნივერსალური სანერგი რომელიც არის 5 ბ ხო? საძირე 5 ბ. ეს საძირე არის ყველანაირ ნიადაგს პლუს მინუს ჩვენთან საქართველოში ერქება რა. მაგრამ არის სხვა საძირეები უკვე რომელიც ნიადაგიდან იკვლევა. აი ხა მაგას და ჯიშობრიობიდან იკვლევა და მაგას უვიწყდება. მაგი ახსნათ რას ნიშნავს საძირე. მოკლედ არის გლეხურ ენაზე მწარე ვაზი, კი ბატონო. რომელიც მწარე ვაზსაც არ ემართება ფილოქსერა. კი ემართება ფილოქსერა არის ეხლა რამდენი ტერმინსაც ვიტყვი მოგთხოვ ახსნას. პატარა აუხსნება პატარა მწერი რომელიც შემოვიდა ამერიკიდან, რომელიც შემოყვა ზუსტად მასეთ უწამლვას, არა ვიტის ვინიფერას და რომელმაც გაანადგურა მთელი საფრანგეთის ვენახები და ჩამოვიდა აქ. ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ხედავ მწარე ვაზზეც კი ამ ფილოქსერას და ამას თავისი პროცედურა აქვს რა. კოლბაში რო ნახე თურმე რამდენი ყოფილა ერთ ფოთოლში მილიონობით ძალიან მართლა მილიონი არ იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი აუარება. მე ესენი იკვერცხებიან, მე მიყვებიან ქვევით ღეროში, ფესვში და უსო ალპობენ რა. ფილოქსერა კლავს ვაზს. რომ არ მოკლას ვაზი ფილოქსერამ, ჩვენი ეს სათუთი ვიტის ვინიფერა, ამიტომ უნდა ჩვენი კვირტი დაიმყნოს, დამყნობა ვიცით რაც არის, ანუ ველურ ვაზს ვსდით ჭრით და ვამყნობთ ახალ ჯიშს, ხო? თქვა კვირტს. მარტივად რო ახსნათ რა. კი ბატონო. მოკლედ ის ძირი უფრო გამძლეა, მედეგია დაავადებაზე, უფრო კარგად მსხვილდება. ეს არის ბაზა, რომელზეც მე უკვე დაშენდება შენი შესაბამისი სურვილის მიხედვით რა ჯიშიც გჭირდება. დღეს ეს საქართველოში რა დონეზეა, თქვა აი სანერგე მეურნეობა მაგ კუთხით და თუ საქართველო არა, ალტერნატივა რომელია? თქვა აი მე მინდა რომ ხვალ უნდა შევუკვეთო. იტალია მე პირადად ხო, რაც უცხოური ჯიშები მაქვს, ყველაფერი მაქვს ჩამოტანი შვეიცარიიდან. ანუ ჩემთვის შვეიცარია არის უნიკალური ქვეყანა. საიდანაც შეგიძლია წამოიღო უსასყიდლო ცოდნა, უსასყიდლო კონსულტაციები და ანუ შვეიცარიის ქვეყანა, რომელიც მათ მე გამზარდა ესეთი, როგორც რა ვიცი. ხო, იტალიისკენ ვიტყვი, იტალიას უფრო მეტად ინდუსტრიებული აქვს, თქვათ ეს ოაზის საძირე იყო, აი მაგალითად რა, შენი გამოცდილები და შენ რო აკეთებდე დღეს. ანუ საქართველოში იყიდი ნერგებს თუ იტალიაში? მარტივად მითხარი მე არა, ფული არ მიჭირს რა, რომელი უნდა ავირჩიო მაშინ იტალია. მეგობრებო, ვენახში გვინდოდა გადაღება, მაგრამ წვიმს და ეხა კამერას დასველდება ჩვენს და აი როგორც გადაიღებს, იქაც ჩავალ და განაღებთ ყველაფერს და ასე შემდეგ. აი, წავედი იტალიაში შევუკვეთ, ჩამოვიდა ნერგები, მიწანა ნახი მაგ რას ვაკეთებ. ან მანამდე რა უნდა მოვამზადო, სანამ ნერგი მოვა. ორი მეთოდი რა, ნიადაგის დამუშავებისა. ერთი არის ორპირი მოხსნა, რასაც ჩვენ ვეძახით. ამობრუნება, ხო? ამო გადაბრუნება ნიადაგისა, რაც ცუდი არ არის. რაღაც შემთხვევაში შენ ცოცხალი ნიადაგი ჩაკავ დაბლა, მაგრამ ზემოთ მკვდარ ნიადაგს ტოვებ, მაგრამ ნუ ბევრი დამუშავება გჭირდება, მაგრამ ეს ფხვიერდება მე და საკვები იქ ფესვს აქვს და საკვები ხდება ირევა, მაგრამ არის მეორე ჩიზელით დამუშავება, ანუ ჩასვლა ესეთი კბილებია, დაანგრევა 80-ზე, ხო, 80-ზე თუ მეცე ჩახვა ძალიან მაგრად დაანგრევა, მაგრამ უკვე ეს გამომდინარეობს შენ რა ნიადაგი გაქვს. აი ეს ხდება, ამის აუცილებლად 1 წლით ადრე მომზადება ნიადაგისა, რომ იქამდე მიხვიდე და მე ხდება უკვე ვაზის დარგვა. და მოხნამდე თუ შემაქ რამე ნაკვეთში. შენ და ეცადო რაც შეიძლება იაფად გააკეთო ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ რაც ანუ შეიტანო მოხნამდე ის, როდის იქ რა მოხდება, კაცმა არის, ისაც ჩაირიცხება, საწავად. უკვე შემდეგ, ხო? შემდეგი ეტაპები უნდა გქონდეს, რომ ფესვი განვითარდეს დაბლა ღრმად. შენ არაფერი არ მიცე იმას, საშუალება არ უნდა მიცე, რომ მაღლავე იპოვოს რაღაცეები, სანამ პატარაა. რომ ჩავიდეს დაბლა ეძება. სანამ ენერგია ეს უნდა გავიდეს. მე უკვე 3 წლის სუ კულტივაციაში უნდა თოხი, ცხენი, ამის იქით ვერ გახვალა, ვისაც როგორ ღელის მოტოკურის ბლოკი იქნება თუ რა იმუშაობა არა, თუ ამის მუშაობაში უნდა იყო 3 წლის განმავლობაში, მე 4 წელი, 5 წელი უნდა დაასვენო ეს ნიადაგი და დასვენებას რო დაიწყებ, მაშინ უნდა დაიწყო უკვე კომპოსტების, სასუქების, ეგრეთ წოდებული დამწვარი ნაკელის და ყველაფრის შეტანა. ყველაზე კარგი არის სხვათა შორის, როდესაც ზოღის ფერმიდან გამოვაქვს ჩალაში არეული ცოცხალი ნაკელი, აი ეს არის მისწრება რა. და ამას პირდაპირ ძირებზე შლი, აქ 3 წელი ვშლიდი ხოლმე, ძირებზე იქ ბალახი არ პირდაპირ სველი შეგიძლია გაშალო. სველი უნდა შეიტანო.
მაგაზე მაგარი არაფერი არის. მე გეუბნებით პრაქტიკიდან. როგორ დავრგო ნერგი ნაკვეთს? რა კარგი სტანდარტი? შეკითხვა. გააჩნია მე როგორ უნდა ვამუშაო, რა სხლის მეთოდზე უნდა ვამუშაო ეს ვაზი. ანუ ეხა ესეთი რაღაცა ვთქვათ რა. მე მაქვს მარტო 1 ჰექტარი მიწა. ერთი მაქვს. ერთზე დავთვალოთ ყველაფერი. ერთზე დავთვალოთ ყველაფერი. 1 ჰექტარი მიწაზე მე რო გავაშენო მეტრანახევარი 2 მეტრაზე მე იქნები 3000 რაღაც 600 თუ 700 წელი. 2 მეტრი არის რიგთა შორის და ვაზთა შორის არის მეტრანახევარი რა. ეხა უკვე მე მირჩევია რომ ეს 1 ჰექტარი ისეთ დღევანდელ პირობებში მით უმეტეს აი ყველანაირი ტექნიკაა რა. ეს 1 ჰექტარი გავთვალო რომ სადღაც მეტრი და 80 70 მქონდეს ტექნიკაზე უნდა გავთვალო რა. ესეთი ტექნიკა გაიაროს. ხო, მოდო ტექნიკას დავთვალოთ, იმიტომ რომ ესია თუ ისია მაინც ხო მულჩერმა რო გაიაროს ტრაქტორი. ვაზთა შორის 90 სანტიმეტრი. ანუ დავავის. არის ისეთი პრაქტიკას მე მაგალითად ხა მე რო ვაშენებდი ამ წუთში ხო აი ახალ იმაზე და მით უმეტეს ხა ყველაფერი შეგვიძლია ვიყიდოთ რაღაც იმაზე მზის ბატარეების ელექტროტექნიკაზე გავაკეთებდი სადღაც 60-90-ზე რა. ანუ 60-90 ხა რა ხდება კონკურენცია არის დიდი. შენ ამას ამუშავებ 1 რქა და 1 ნეკი. ნეკი ვიცით ყველამ რაც არის სამამულე უშუალო უტოვებენ. ამუშავებ 1 წელიწადს მარჯვნივ ვაკავებ, მეორე წელიწადს აკავებ მარცხნივ. ეს უკვე იმის საშუალებას გაძლევს ვაზის ცხოვრების უნარიანობა იზრდება, კონკურენტუნარიანობა იზრდება და გარბიან ყველანი დაბლა და მაქსიმალურად მეტი ვაზი გაქვს შენ პატარა ტერიტორიაზე და გაქვს მეტი მოსავალი. განა იმიტომ რომ ერთ ვაზს რაღაცა 200 კილო დაასხმევინო, ანუ იმის მაგალითად ერთი ვაზი დატანჯო და გაახევინო და ასხმევინო, შენ გაქვს ის და ანუ მოკლე მონაკვეთზე უფრო აკეთებ აქცენტს რომ დიდი ფესვი კონდეს და ხო. პლატფორმირების ანუ არის უბრალო გუიო არის ორმაგი გუიო. გუიო? ხო, ეს ქართულად ესე ქვია? გუიო. ანუ ეს რაც არის. აი ხო, რა ეხა ჩემები როგორც არის გასხული, ეს არის ორმაგზე გასხული. ხო, მაგას ადგილზე განახე. იო, მოკლედ, ნერგი ჩამოვიტანე, ეს სქემა დავალაგე დარგვის. ხო, აი, რომელია საინტერესო, როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ მოგეთ ესე იგი ესეთი დაბმა ვაზის. ხო, ანუ ჯერ ერთი რომ თვითონ ვაზსაც ესეთი პატარა რკინის უჟანგავი მოთუთიებული ჯოხები გვაქვს, მაგას არაფერი არ ჯობია, იმიტომ რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იყოს ვენახი, აი მე 1 ჰექტარ ვენახს თუ გავაშენებთ, ნაკლებ ხარჯიანი. პლანებში უნდა გაუშვა უჟანგავი მილები და გადავჭიმო ეს მავთული. ანუ 3 რიგზე კეთდება, ხო? თქვა რა სიმაღლეა? იცი არის, გააჩნია შენ საერთოდ ჯობია 90 მეტრზეც გააშენო, იმიტომ რომ როდესაც ამას სხვა ფორმირება მიდის, რომ წელი არ აქტივდეს რა. ადამიანზე უნდა იყოს, ანუ შენ თავზე უნდა კომფორტი უნდა მოირგო რა. ეს არ არის ის რომ აი მე რაღაცა იქონა და რა უნდა დაიტანჯო პირიქით გიხაროდეს რომ გარბიხარ ადვილად უნდა მუშაობდე, ბევრი გააკეთო და ანუ დადებითი უნდა დატოვო და არა ის რაღაცა იქ. კი ბატონო, ეგ არის ყველაზე გრძელვადიანად რომ შევხედოთ მდგრადი და კარგად გამოყენებად რომ ნაკლები რემონტი ჭირდება და დრო ნაკლები მიდის და ასე შემდეგ. კაი, თქვათ დარგვის დროს რა უნდა გავითვალისწინო? თქვათ ეს ორმოები, ეს დამუშავებული მაქვს ნაკვეთი. ანუ ორმოს რა სიღრმეზე ვიღებ და სტანდარტულად რო თქვათ. ორმოს ამოღება საერთოდ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ნიადაგი ისე რომ ქონდეს დამუშავებული რომ ჩალო რბილი იყოს, ხო ეს ფენა. აი ამ ხელა ფესვს უტოვებ, კარგია, იმიტომ ამ ფესვში საკობი აქვს და იმას შენ თუ ბოლომდე მოაჭრი, არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ ბევრი ინფექციები შეყავდა რაღაცები. ეს ფესვის თავისას იმასშუება, იმიტომ რომ სადაც გააჭრის ის რაღაც ადგილი კვდება, ანუ კონსერვდება და ზემოდან გამოვაქ ახალი ფესვები და ანუ შენ ინფექცია ნაკლებად შეყავ. იმას ტოვებთ ესე. ხო, აი ამ ფესვს ტოვებ და არის უკვე სპეციალური ესეთი ჩასარგველი ის არის, რომ ჩაუჭობ, ჩარგულია ვაზი პირდაპირ ჩავი და თქვა რამდენ სანტიმეტრზე ჩადის, თქვა მიწის ზედაპირიდან. მოკლედ უნდა დაუტოვო დამყნობი ადგილის ზევით რა. აჰა. და ეს უკვე პარაფინშია, სანთელშია და იმას რაღაც მიწის მიყრა აღარ უნდა არაფერი პირდაპირ გიზის და აყრიან ხოლმე მიწას ესე შემოუყრიან ხოლმე მიუტკეპრიან. ეგ როდესაც შენ პარაფინში გამოყვანილი არ აკავდა ვითომ არ გაშრეს არ გაიყინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ყველაფერი გაუმჯობესებულია რა და უკვე სანთელში გამოყვანილი ვაზი არ გადამუშავებული ჯობია მასე. არაფრით არ ვამუშავებ სანამ დავრგავ, ესე იგი ნერგს. კარგი. აბსოლუტურად არაფრით. სანამ დავრგავ, მაშინ გავაკეთოთ ესეთი რაღაც. თუ გვაქვს მაგის სურვილი და საშუალება. ვიღებთ მიწას, მოკლედ, იმ მიწას რა მიწაშიც ვდგავთ ვას. ცალკე ავიღე. ვიღებთ საქონლის ნაკელს, დამწვარ ნაკელს. არა. ჩვეულებრივ. თლათ ახალს. თლათ ახალს. რომელიც აი
უკვე მწვანე ბალახი იქნება სადმე კონდეს ნაჭამი, მაგას ამას წყალთან ერთად ვაკეთებთ როგორც აი ესე ხო და უკვე ამაში ვაწყობთ მთლიან ამ ნერგებს ამაში ვატარებთ 24 საათი. უნდა მოვალოთ ფესვი. ხო, ესე ვედრაში ჩავდეთ თქვა. 24 საათი ჩავალბო. 24 საათი ჩავალბეთ და მე უკვე ერთი ის არის რომ იქვე იღებს აქედან ნიტრატებს და აზოტს ყველა ფესაც ჭირდება. მეორე გარეს ეკვრება და გამის გამოშრობის ნული შანსია, საერთოდ არ გამოჩნდება. მესამე უკვე იმ ნიადაგს ითვისებს უცბად. იმ ნიადაგისასაც რაღაც სათხით აკეთებს. და უფრო ადვილად ხარობს რა. ძალიან მნიშვნელოვანია. გამიკეთეთ აი ესეთი დეტალებია, რომ ინტერნეტში მთლად ვერ ნახავთ, მეგობრებო. ნიადაგი მოვამზადეთ, ვიყიდეთ იტალიაში ნერგები, ან თუ ხელა ბიუჯეტი არ გვაქვს საქართველოში, თუმცა მანდაც კარგად არის ასარჩევი, საიდან ვიყიდით, როგორც ვიყიდით და რანდობა აქვს იმ სანერგე მეურნეობას. შეგვიძლია მაგალითებით, თქვათ, ვკითხოთ ფერმერებს, ვისაც გამოცდილება ქონია. ესე იგი, დარგვის წინ როგორც შენ აღნიშნე, უნდა მოვამზადოთ ეგ ხსნარი, რომელიც მიწას და ახალ ნაკელს აურევთ ერთმანეთში და 24 საათი ვალბობთ ნერგებს და ესე იგი, გამოდის, რომ კვირტამდე ყნობის ადგილამდე შეგვიძლია უკვე მიწაში მოვათავსოთ. ამას მიტკეპნაც ჭირდება, ხო, რომ ჩავდე მიუტკეპნი. ძალიან გლეხურად ვთქვათ. ხო, მიუტკეპნი პატარაზე რომ დაიჭიროს რა. ამის შემდეგ, ხო, ერთი ისეთი მომენტი. ნებისმიერ ნერგს ჩვენ რო გავთ, ვისაც გამოცდილება არ გვაქვს, მიურგავ, მიუტკები, წყალს მიუსხავ. აქ როგორ არის? ნუ გაჩეს რა პერიოდში აშენებს, აი ახლა უკვე უაზი უნდა გაშენებული გქონდეს რა. ახლა ამას რაღაც წყალი უნდა და რაც არაფერი. ანუ ტენი უნდა გქონდეს. ჩვენ საქართველოში ისეთი მიწა გვაქვს. იქ რაც ხდება ეს არ უნდა, ხო იცი? ჯგუფ ჩაიდგა ენერგია, აქ წყალი დაესხა, მიეძეკა. ეს ჩვენ არ გვინდა. ჩვენ ღვთისგან გვაქვს ფათლა ისეთი მიწა, რომ ყველაფერი ადვილად მოხდეს. მოკლედ ტენი უნდა გქონდეს მიწა. თუ ტენი არ აქვს, ცოტა წყალი მივახმაროთ. ნუ თუ ახლა მაინდა-მაინც ის ადგილას გავენ სადმე მთებში დავიწყეთ ახლა გაშენება და იქ ნიადაგები შევქმნით და ტერასები გავაკეთეთ. რატომაც არა დავასხათ წყალი. ცუდი არა. ცუდი არ არის, კაცო, წყალი ყოველთვის კარგია, წყალი იმ წუთში კრავს იქაურობას, აირის დარჩენის ალბათობას ამცირებს და კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ახლა ვცდილობთ რაც შეიძლება იაფად, ადვილად და რაღაც ისე გავაკეთოთ, მაშინ ესეც შეიძლება და ეს პლანები მერე შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ მანამდე მომზადებული უნდა გქონდეს და მერე გავაკეთოთ, ნატო დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. დიდი მნიშვნელობა ნუ მოკლედ ბოძის შეტანას თავიდან აზრი არა აქვს რატო რომ გააშენებ უკვე უნდა შეიტანო რა აი რომ დარგავ მე უკვე ბოძი შეიტანო რომ პირდაპირ მავთულზე ამუშაო დავრგე აპრილში მოკლედ რო ვთქვათ რა აი პირველი სეზონი რას ვაკეთებ ანუ რა პროცესები მაქვს წინ არიან ხალხი ვინც ბალახის საწინააღმდეგოს ასხავენ და მარტო ბალახზე წავლიან და ხო მარტო საკვებს აძლევენ და რამე ერბისტრიტეიმეებით ბიოზე ვსაუბრობ ხო არა ნუ მაინც ვიტყვი ხოლმე რა ნუ ეს მათი უფლებაა კი ბატონო მაგრამ ჩვენ რა წამსაც იქ დავინახავთ კონკურენციაში რაიმე შედის ვასთან სარეველა იმ წუთში ვიწყებთ მათ განადგურებას მექანიკურად ანუ ესე იგი რომ დავრგავ ამ ვას და მე სარეველებს მოვაცილებ და დავამუშავებ მექანიკურად სხვა არაფერი არ ჭირდება ამ ვას ერთი წლის განმავლობაში. არა, გაზდასრო იწყებს. აი მოვუყვეთ ახლა რა ჭირდება პირველი წელი თქვა. შაურიანის ხელა გახდება ფოთოლიო. ეს შაურიანი არავინ რამ ხელა გამაკებინა. რა წამსაც მიხვდებით და დაინახავთ რომ ფოთოლი იღებს აი ამ ხელა ფორმას, რომელიც უკვე მზად არის რომ თავის თავზე აიღოს დაავადებები, იმ წამიდან ვიწყებთ ბუნებრივ, ანუ ბიოლოგიური პრეპარატებით მის დამუშავებას. ჩემს მე აქ მომყავ, ან ვიღაცა წავა და მაღაზიაში იყიდის რა. ხო არის ბიოპრეპარატების მაღაზია ისე? კი. ჩვენ ხოლმე მაგალითად ხო, ჩვენ დავიწყეთ პირველი შედის ნიორი პატარა ვაზზე ივლისიდან. აი რას ნიშნავს ნიორი შედის? ანუ მოკლედ წარმოიდგინა ეხლა მაყურებელს რომ აუხსნათ კარგად. შენ გაქვს ვაზში დაავადება, რომელსაც ქვია ჭრაქი, რომელსაც ქვია ნაცარი, რომელსაც ქვია დღეს ძალიან გავრცელებული შავი სიდამპლე, მე უკვე ყურძნის ჭია ეს პეპელა რაც ჭამს ფოთოლს, კი ბატონო. მე არის ნაცრისფერი სიდამპლე და კიდე სხვადასხვა მოკლედ ჩვენთვის ნიურის თეთრანი ნაყენი მუშაობს ძალიან კარგად
ჭრაკზე, ნაცარზე, სხვადასხვა დაავადებებზე და მათ შორის არის ინსექტიციდიც. როდესაც ახალი ვაზი გვაქვს, ხო, თქვა ნიურის ნაყენი შეგვაქვს. აი როგორ აკეთებ ნიურის ნაყენს რა კონცენტრაცია? ნიურის ნაყენი არის თქვა ესე ავიღოთ 100 გრამი ნიური, 100 გრამი ნიური უნდა დავჭყლიტოთ, როგორც აი ნიურის საჭყლეთი შეგვიძლია დავნაყოთ. ეს შემდეგ უნდა გავაჩეროთ 24 საათი ისე რომ ჟანგბადი ჰაერი არ მოხდეს, მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ რაღაცაში დავხუფოთ. Z-ში უნდა ავურიოთ, რომ Z-ში შემოეკრას და თვითონაც და ხო ჟანგო არ მოხდეს ამის სიბნელეში და შემდეგ ამას უნდა დავასხათ 1 ლიტრი წყალი. ეს ცივი წყალი, აი 2-3 საათი გავაჩერებთ, თუ გვინდა 1 დღე გავაჩერებთ, არც გაი პრობლემა. თუ 1 დღე გავაჩერებთ, გახდება ძალიან მკაცრი ინსექტიციდი. ანუ კონცენტრაცია იმატებს, კონცენტრაცია იმატებს, ანუ ფერმენტაცია იწყება, ანუ დუღილი იწყება იქ და ქიმიური პროცესები რომელიც ამას ესე ვერც კი გაიგებ რა და მაგის ტარებას ყოველთვის ვერ დაიწყებ ლაბორატორიაში. ანუ ნიორი დაწუნებული ვართ, რომ შავი სიდამპლე ნაცარი ზე პრობლემა არ აქვს, სიდამპლეებზე პრობლემა არ აქვს, ჭიაღუაზე პრობლემა არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა შევურიოთ რაღაც. რაღაც არის მაგალითად შრატი. რძე რა, ანუ ყველისგან დარჩენილი შრატი. ეს ამას ეხმარება წებოვნებაში. დაიჭიროს ფოთოლზეს. იქ არის ძალიან ბევრი კალციუმი, რაც ძალიან კარგია. ამას არაფერი არ ჯობია. პლუს ისეთი მჟავიანობა, რომელზეც ნაცარი ვერ ჩერდება. ყველაფერი რა ერთმანეთში, ანუ ნიორი ცალკე მოდის. ეს უნდა გადაიწუროს, რომ მე აპარატში ჩავასხავ, დავამატებთ მე 1 ლიტრი ამ შრატს. ესე იგი 100 გრამი დაჭყნილტინი ნიორი, 1 ლიტრი წყალი დავასხი და 1 ლიტრი შრატი დავამატე. კი ბატონო, ეს არის ერთი აპარატის ჩავასხი აპარატში და შევედი ვენახში. ამით ერთი გაჩერება ხო გავაჩერე სადღაც 5-6 დღე ეს დაავადებები, ხო? მაგრამ დაავადებები იმდენად ადაპტირებულები არიან, რომ ამაზე შეიძლება მოახდინონ რაღაცა იმუნიტეტის გამოიმუშავა. იმუნიტეტი ბევრ სფეროშია ეგეთი ის. ამიტომ შემდეგი უკვე იღებ ჯორის ძუას, ანუ შვიტას. აი ჯორის ძუას ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით გაიგებ. აუ დათვის ისა მე ერთხელ დავდი ამის ვიდეო იყო და 2 მილიონამდე ნახვა ქონდა და კომენტარები ქონდა ისეთი რომ შეიძლება გახეულიყავი სიცილი. ანუ სცენარია. ხო სცენარია სილიციუმია. ჯორს არ აჭრია. ეს ძალიან იმას აი მოკლედ ისევ დაუბრუნდით იმ ჯორის ძუას და შვიტას რაზეც საუბრობდით ეს ასუფთავებს ნიადაგს რა. ამას აქვს ძალიან ბევრი სილიციუმი და ანუ ნიადაგის გასუფთავ ეს ჯერ ეს არის წმენს ასუფთავებს და უკვე მე ეს ამის ნაყენი იგი ჯორის ძუაც იგი ვთქვა 100 გრამი გამშრალი 10 ლიტრად წყალში უნდა მოვკრიფოთ გავახმოთ აი ეს მზეზე გავახმოთ 100 გრამს ავიღებთ 10 ליტრად წყალში მოვხარშავთ 100 გრამს 20 წუთი ვადუღებთ გავაჩერებთ მე ერთ ღამეს გამოვატარებთ და დილით უკვე 1 ლიტრს ვიხმარებთ ერთ აპარატზე ეს რომ მოვხარშავნა იმიანა გავაჩერო და გადავწოვო იმიანი ეგ უკვე მეორე წამლობაზე ნიორი აღარ შეგვაქვს, თქვათ, აღარ შეგვაქვს შრატდეს, შეგვაქვს უკვე ჯორის ძუა ჭინჭართან. ეს უკვე იმისთვის არის საჭირო, რომ თქვათ, ის თქვათ, სოკოვანი დაავადებები გავაჩერე და ეს დამატებითი დაცვა, თქვათ, ეს თქვენ ხო კიდე დამეწყება სოკოვანი დაავადებები და ეს უკვე მეორე, ანუ ეს სოკოვანი დაავადებები ისაც გავაჩერე, ეს თუ გაჩნდა, ანუ ყველა თავი რა არის, იცი რომ თუ კერა გაჩნდა, იმას ვერაფერს ვერ უშვები რა. ეს პრევენცია იყო ეს. ხო, ყველაფერი პრევენცია, ანუ შენ კერა გაქვს და ამ კერას აჩერებ. არც ქიმია, შხამი, რამის კერა, კი არ კლავს და აი მოუწავე და აღარ არის მორჩი. ის უმანდარი მუდმივად არის შენ უბრალოდ ამას პრევენციულად აჩერებ და არაძლევ საშუალებას გამრავლებისას. ეს უკვე მეორე სახეობა წავა, რომელთანაც ეს შეჩვეული არ არის. და თან ამის ხიბლი არის მთელი ის, რომ შენ ამ ყველაფერს ცეცხლზე ხარშავ, ხან ისეთი გამოგდის, ხან ესეთი გამოგდის. ანუ ვერასოდეს მუტაციას ვერ გადის ამაზე რა. ვერ ეჩვევა ერთი და იგივე იმას, ან სხვადასხვა კონცენტრაციას აძლევ ფაქტიურად. მე უკვე უყურებ, რომ უკვე იმდენად გახშირებული წვიმები იწყება, რომ შენ რაღაც მაინც გჭირდება გქონდეს იქ, ხო? მიკროდოზებით, ანუ ჰომეოპათია, აი ბიოდინამიკა რა არის, ბიოდინამიკაში ჰომეოპათია მკურნალობა, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მიკროდოზებით, როდესაც რაღაცას ებრძვი რა და მიკროდოზებით შეგაქვს სპილენძი, რომელსაც ითვლი შენ, რომ მე მექნება დაახლოებით 5-6 წამლობა, აქიმობა, ძალიან კარგი სიტყვა ჩვენ წინაპრებისა, ვენახის და აბა რა შეიძლება მოხდეს აქ და
უკვე იღებ ამ სპილენძს დათვლი რომ მე თუ 6 ჯერ შევედი ჰექტარზე მჭირდება ამდენი მე არ მინდა 1 კილოგრამ ნახევარს მაქსიმუმ გავცდე იმიტომ რომ ბიოდინამიკაში არის 5 წელიწადზია დათვლილი კილოგრამი და რაღაცა წელიწადში ყოველთვის პლუსში ვარ და სულ მაქვს რეზერვი როცა მინდა შევიდე ბოლომდე დოზას არ ითვისებს არ ითვისებ და დანარჩენები შევავსო უკვე ამ სხვადასხვა მცენარეული ნაყენებით იგივე ტირიფი ამაში ძალიან ბევრი ასპირინი რა კიდე და წვენს მაგასაც ხარშავ ზუსტად იგივენაირად 20 წუთი იხარშება მაგას ასპირინი და ეს პროცედურა მიდის სულ მუდმივად რომ ტირიფი იქ ლაშქარა ემატება მინდო ძალიან ბევრი ბორიუმი აქვს ბორი მნიშვნელოვანია და კიდე აქ ერთი რაღაცა მე ხო ბასიანებში ბევრი თევზი მყავს და აქ არის ძალიან ბევრი ფოსფორი და ხმარობ ამ ფოსფორიან წყალს რა წამლობისთვის და ესეც ის ფოსფორს აბალანსებს ხო მაგაზე ბუნებრივად არის ყველაფერი შექმნილი კალიუმს რით აბალანსებს იმით რა ქვია ბაბუა წვერათი აბა ეგ მოგვიყევი ბაბუა წვერათი როგორ აბალანსებ ბაბუა წვერას ხო სილიციუმი კი კალიუმი აქვს და მოკლედ ბაბუა წვერას აქვს ისეთი ძალიან მაგარი ფუნქცია რა ბაბუა წვერას ნაყენი როდესაც უკვე ყურძენი შენ კალიუმი სჭირდება ყურძენს თქვა კინა სჭირდება კალციუმი სჭირდება რაღაც ხო ეს ხო ყველაფერი ნიადაგში გააქვს შენ მაგრამ მას სჭირდება განთავისუფლება შენ რომ ამან ვაზმა განთავისუფლოს ან მაგარი ნიადაგი უნდა გქონდეს და ყველაფერი ესე მუქთად ეყაროს რომელიც არ ახდება მეორე უნდა მისცეს სტიმული რაღაცამ განთავისუფლებინოს და ეს არის ერთ-ერთი სტიმულატორი ბაბუა წვერას ნაყენი რომელიც ამ ყველაფერს ანთავისუფლებინებს ადვილად რა რაცამსაც შენ ხედავ რომ რაღაცა გაკლია ვასში იმ წუთას ბაბუა წვერას ნაყენით შედიხარ და შენ უკვე გიბალანსდება და გირეგულირდება ვაში მდგომარეობა ანუ ასათვისებელ ფორმას აძლევს ეხმარები იმიტომ რომ უკვე ეს ამისგან რა მინერალებიც შევიდა იმან კონკრეტული მინერალების მოძებნა დაიწყო. შენ შეგიძლია მიცე ჭინჭრის ნაყენი და ჭინჭრის ნაყენისგან კონკრეტულად რკინა მოძებნოს რა. აჰა. წვიმამ გადაიღო და შეგვიძლია ვენახში ჩავიდეთ, მეგობრებო, იქიდან დაგიბრუნდებით. მოკლედ დაგიბრუნდით ვენახში, წვიმამ ცოტა საშუალება მოგცა რომ გავაგზელოთ ჩაწერა და უშუალოდ აგერ ვენახიდან მოგიყვეთ რა. ესე საუბრობდით როგორ ვებრძოლოთ სოკოებს და მწერებს. სოკოან დავეძეთ და ბარემ გაჩვენებთ კიდეც როგორი ნიადაგია აქ რა. დაუშვათ ეს ყველაფერი გამოვიყენე, მივყევი ამ ხსნარები იქნება თუ რა რეკომენდაციებიც არის რა. თვითონ ვაზი, თქვათ გაიზარდა, ფოთოლი მომცა, რას ვაკეთებთ? ჩავთვალოთ რომ ეს არა აქ ამვას და პირველ წელიწადს ჩვენ რომელიც წამოვიდა ესეთი რაღაც ამოდის ხოლმე მიწიდან. ძირითადად ორი კვირტი აქვს ხოლმე დარჩენილი. კვირტი არის ეს საიდანაც უკვე ფოთოლი გამოაქვს რა. ეს ორი ცალი რაც იზრდება, ჯერ მარტო რამხელა რამეა ჩადებული ამ ყველაფერში რა. აი ეს პატარა ნახე საერთოდ არაფერი იზრდება რომელიცაც გამოაქვს ფოთლები და რომელიც მიდის სადღაც უსასრულობისკენ რომელიც იზრდება მანამდე სანამ საშუალება გაზრდისა რომელსაც ფოთლები აქვს და ეს ორი ცალი მოყავ და რატო გვინდა მავთული პირველ წელიწადს რა აი ამ მავთულზე ეს პირველი რა სიმაღლეზე ვაკეთებთ 90-ზე ვიწყებთ ესე იგი პირველი მავთული ეს მეორე რამდენზეა მეორე უკვე შეგვიძლია 30 სანტიმეტრებში ანუ 30 დავაშოროთ და სადამდე აკვავს. რაც მაღლა ავიყვანთ, კაია რა. რაც მეტი მწვანე მასა გექნება, მით უფრო უკეთესია მეტი საკვებია რა. რაც ნაკლები მწვანე მასა გექნება, მით ნაკლები საკვები აქვს და მით მეტად იტანჯება ვასი რა. ძალიან მაგას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პირველ წელიწადში პირველი ფოთლები რომლებიც დაბლიდან გამოვაქვს, ხო? ესენი ფაქტიურად მე ხდება უფუნქციოები, უბრალოდ არის რა. იგი წამალსაც ხავ, ხეტდება, გახეტება, ანუ არაფრის მომცემი აღარ არის. უბრალოდ უკვე ვაზი ყვებავს ფოთოლს რა. და ზევით რა ფოთოლიც აქვს, ეგენი არის შენი ყველაფრის მომცე. ანუ შენი ხა გაქვს სადღაც რამდენია? მეტრა 60, 70. ხო, დაახლოებით ესეა. ეს ხა გადმოკავდება, აი ესე. ესეთი რამე იქნება. აქედან უკვე წამოვლენ სათითაო და ეს უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. თვითეული კვირტი არის ინდივიდუალური ადამიანი. ანუ ეს იმას ანიშნავს, რომ ესეც და ესეც ყველა არის ინდივიდუალური. ყველა მიდის ზევით. ანუ ესე იგი ეს ორი გავშალე, მარჯვენა, მარცხენა. ამას რას ეძახი? ყლორტს ეძახი თუ რა არის? აი ეს რა არის? რქა. ხო. ორი რქა გავუშვი, მარჯვნივ, მარცხნივ. ეს არის мама პაპური, მოკლედ ორმაგი გუიო, რასაც ვიძახ. ორმაგი გუიო. ხო, აი ესე იქნება, მაგრამ ესეც გავითვალისწინოთ, რომ ამ ვაზს ახლა აი აქ დატოვილი აქვს პატარა, მე დაბლა დავწიოთ ეს ვაზი. ყოველთვის გადაახლებაში
გქონდეს, რომ აი აქ ზემოთ ეს ჭრილობები ყველაფერი პრობლემას ქმნის შემდეგ. ეს რო ეხვევა, აქ დამატებით დამმა არ ჭირდება? აი ეხა აქედან ეს რო გაიზრდება, ხო. ეხა ეს საინტერესო ვაზი, ეს არის გადაახლებული ვაზი. მე მომაწეს ამას აი აქ გადავჭრი რა. და უკვე აქედან წამოიყვან. უკვე წამოიყვან აქედან. და ეს თავის საქმე გააკეთავს, აქედან წამოიყვან. ყოველ შემთხვევაში, აი აქ რო რაღაც მოხდეს რა, არ ვიცი, ან დაისეტყვა დამელეწა, ან ტრაქტორმა გამიფუჭა, ან რა ვიცი, მე თვითონ გავაფუჭე თიბვის დროს, ან რა ვიცი, რაღაცა, ეს მაქვს აქ და ეს მაქვს, კლეთ პროტექტორები. გაზრდი ამას არ ჭირდება. პირველი, თუ ეს კარგად გავზარდეთ, მომოვაწნამდე აი აქ გადავჭრით ამას. თუ თქვათ ამას პრობლემა შეექმნა, აი აქ გადავჭრით, ამაზე გადავალთ, თუ ამასაც თქვათ პრობლემა შეექმნა, მაშინ აი ამას აქ მოვჭრით და ეს გვექნება ჩვენ სანაყოფეთაც და ყველაფერთაც რა დატოვე. ნახე 1 2 3-ზეა დატოვე. დაზღვევა გაკეთებული. დაზღვევა გაკეთებული. ორი რქა გაუშვით მარჯვნივ მარცხნივ და მე უკვე თითოეული რქიდან, კვირტიდან უკვე ზემოთ მიდის, ხო? ზემოთ მიდის და ესენი იგივეს ვაკეთებ აქაც? არა, ესენი უკვე გაივლის აქ. ან შეიძლება რაღაცა ვერ გაიაროს და აქ მიბმა დაგჭირდეს. ხო. და ვაკეთებთ, აი, ჩვენთან იციან ძალიან ბევრი მწვანე ოპერაციების ჩატარება. ანუ მწვანე ოპერაციას ეძახიან, რომ აი ხა ეს რო დაიძახებს და წამოვა სიმწვანეში, ხო? აქაც ამოვა, იქაც ამოვა, აქ ტყუპები ამოვა ბევრი. ანუ შენ ამას აფორმირებ რა, სათითაოს დატოვებ, აქ შეიძლება ეხა აქ არცადან არის. გავაცალო მარტივად რო თქვა, რაც არ მჭირდება რა. რაც არ მჭირდება, გააცლი, გაასუფთავებ. ამას რო ახევენ ხოლმე რა. ეგ სწორია თუ არასწორია? არა, სწორი ერთ შემთხვევაში არის სწორი, უნდა მოახიო, როცა შენ იცი რომ აქ ტკიპან რაღაცა იზამთრებს და ზამთარში უნდა მოაშორო ეს ყველაფერი, რომ ვერაფერმა ვერ გამოისხოს. ორი ისე თვითონ გაყრის? ისე მაინც ცივდება, ხო? ხო. ეს რამე პრობლემას არ ქმნის, ხო? ესე იგი ორ რქაზე ვამუშავე. მე თვითონაც ებნო, რა ესეც ხო ენერგიას ართმევს. აი ეს თვითონ. ეს ყველაფერი ჭირდება. ამის გარეშე არაფერს აიზავს. ენერგიას მეორე რაღაც ართმევს, მაგრამ შენ თუ მაქსიმალურად ბუნებრივად შეუწყობ ხელს რომ გაიზარდოს რა, პირიქით ენერგიას აძლევს. და ეს რა არის? თქვა, ეს არის კვირტი. ეს არის კვირტი, ხო. ესეც ხო კვირტი იყო? არა, კვირტი არის. ეს კვირტის უკან ყოველთვის არის, ხო, წყალს შეძახით ჩვენ. წყალი, რომელიც ებმის ნავთობს. ხო, ხო, ესე იგი, თუ რქაზე გამოიღო ერთ მხარეს კვირტი, მეორე მხარეს წყალი. კი ბატონო. ყველა ვარიანტში წყალია აქ? კი. რომელიც მე ეხვევა ამ ნავთობს. ანუ ნიშნულოვანი დეტალია. ეს არის, ანუ ერთი რომ მიდის, მეორე რაღაცას უნდა ჩამოებას. ანუ ეს არის საპორტი, ეგრეთ წოდებული რა. თუ ჩამოება დამჭერი. თუ ჩამოება კვდება, მოხდება თუ არა და მოვადეს და აგრძელებს ამას. გაიზრდება, აი ნახე აქაც. ინდივიდუალური მე უკვე იქიდან იწყებს სამხრეების გამოტანას, რაც შეიძლება ბევრგან გაიზარდოს და შენ ამ სამხრეებს გაუჩერებ ან მოაძრო და დატოვებ რომ წავიდეს. ოღონდ უკვე ზევით რაც ამოვა აი აქ რომ ამოვა. ჩვენთან ხო ციც გახსნას ვეძახით მოჭრას რა ეს ადვილია როდესაც მუშაობ რა მაგრამ ჩვენ ხოლმე ესე ვახვევთ რაც შეიძლება შორს წავითეს ესე უნდა მოვგრიხო და ამაზე დავახვიო და ესეთი ქუდი კეთდება ანუ ბოლო ჯამში როცა გვალო აგეწყება პრობლემებია ესეთი ქუდი გაქვს რა და რომ შემოდიხარ ხოლმე ვენახში ხო ჩვეულებრივად დადიხარ წამლი აქ თუ დაავადება რამე გიჩნდება შენ ყურძენზე ის აღარ გადაგდის რა ეს იცავს ხო აბსოლუტურად ყველაფერს დაავადებაც ხო ზევიდან მოდის რეალურად რა იდეაში კაი ეს კაია მაგრამ ენერგიასაც ხო მართმევს აქ არ მართმევს არა ენერგიას წაგართმევს იმ შემთხვევაში თუ შენ არასწორად მიუდექი თავიდანვე რა ანუ მარტო გაზდაში თუ მეც შენ ხო ყურძენი როცა ასხია ვას რა როდესაც მტევანი ასხია როდესაც ნიადაგი კარგი გაქვს შენ როცა ნიადაგს გარედან ყვებავ მაშინ რა თქმა უნდა მარტო უნდა რამოდენიმე ფოთოლი დატოვო ყურძნები და ეგ არის მაგრამ როდესაც შენ ბუნებრივად ყვებავ ხო ენერგიას კი არ გართმევს პირიქით შენ ვასთან ყვებავ ამ ყველაფერს იმიტომ ის ფოტოსინთეზია რა ის საკვებს აძლევს ფერს და ფერსი მე ყვებავს ყურძენს და ვაზს თუ დააკვირდები არის როდესაც საღამოა ესე დგას როდესაც თენდება ფეხზე აწეული ანუ ეს რო გამოდის ანუ ეს რო იზრდება ეს ხო შანდელია რა აი აქედან როცა წამოვა შენ უყურებ რომ ისე იზრდება რაც შეიძლება მეტი ფოთოლი გამოიღოს რა რამდენია ზრდა დაუშვათ ან სეზონზე ან თქვათ რომ ავიღოთ ან დღიური ზრდა ნუ ეგ სხვადასხვა იქნება ამინზე ხო ამინზეა დამოკიდებული აი პირველ წელს ნერგი რო დავრგე თქვა სტანდარტული ნერგი რამდენია ხო სადღაც ნერგი გაიზრდება სანამდესაც იზრდება შენ თუ მას თავი არ მოვაჭერი და რაღაცები არ გააკეთე რა იზრდება თუ თქვა თავი მოვაჭერი მე უკვე მსხვილდება ხო ანუ მე ჩემი მიზანია რომ ნერგს რო დავრგავ ამოვიყვანო პირველ მავთულამდე და
ორ ხაზზე დავტოვო. პირველად თვითონ ამოიყვანო აქედან ხო წამოვა და გადააკავებს. მე ის კიდე უნდა გადაჭრა რა მეორე წელს. ხო. მეორე წელს კიდე დაბლა უნდა გადაჭრა. კიდე მე ორი ცალი უნდა წამოიყვანო და უნდა მოიყვანო. გამსხვილო მე კიდე ხო და უკვე მე მიხვალ მესამე წლის შემდეგ მიხვალ იმ დონეზე რომ უკვე აი ესეც სტოვებ, რომელსაც გადააკავებ რა. აი ეს ერთი წლის ნაზარდია? არა, ეს არის ერთი წლის ნაზარდი ახლა, მაგრამ ვაზი არის ძველი. აი აქ ხონდა კიბო, გადაჭერი და ახალი წამოვიდა. ახალი წამოვიდა. დაუწიე ეს კიბო, მაგრამ ამას ეხლა უკვე სამწუხაროდ ეგეთი რამე ხდება, რომ შეიძლება ჩაანაცვლო? აი ეს არის ნამყნობი და ეს უკვე ცოტა ხანში ჩასანაცვლოა. ეს იმუშავებს რა, ახლა გვერდიდან მიეცა, მაგრამ მე ჩაანაცვლდება. ეს ანახე როგორ არის. ეს არის ვაზის დამცავი, რომ გადაჭრი თვითონ თავისი ჟელე გამოაქვს, რაც იცავს, რომ არაფერი არ მოხდეს, ამიტომ არ მოხდეს ამისი ადრე გადაჭრა. კი ახლა ნაწიმია კი იტყვიანო ახლა წვიმაში და ისო მაგრამ არა მაგარი ისა მატლები თუ არის კაი მიწა ეგ ვიცი მოიტანე მატლი ნახე როგორი შავია ჯო ვერ ამოვი აი მეგობრებო თუ ეს არის მიწაში ესე იგი კარგია რა ეხლა სათევზაოდ წავიდე სათევზაოდ წავიდე ნახე ფესტო სისტემა ნახე როგორ არის აი ნებისმიერ რაღაცის აი ფესტო სისტემა ნახე ფუნჯაბის აქ რო ქიმიას ხმარობდე ზოგადად ეს არის შანსი არა თვითონ მიწა ნახე მიწის ხო ფესვიც არ იქნება მიწა ნახე როგორია ძმაო აი კიდე ერთი რამეა რა რამდენი განსხვავებული ბალახი ცხოვრობს აქ რა და ამას ეხა შენ მულჩირება უნდა გაუკეთო? ეხა ამას ჩვენ წამოიზრდება. არა, მარტო თიბა აი ნახე გათიბულია, ითიბება ძირითადად ითიბება და ნათიბს აქ ყრი თუ გაგა? აქ იყრი. აქვე ნეშონ პალაში წავა. ეხა ცხვარი შემოდის, ეხა მაქსიმალურად ესაც გარემონტებულია, არ არის დაკავებული და აი ესეც ნახე აი ამოახლებული ვაზი. ეს დამიზიანა, ნახე როგორ ისქნა, ეს წალამი დაკუცა იმან რა, ტრაქტორმა და დამიზიანა, რა უქნა ახლა გავაკეთო, არ ვიცი, კი და ამიტომ აი ეს იმუშავებს და უკვე სხვას გავზრდი რა. ეხლა ცხვარი ვის მაქსიმალურად თივლის ცხვარი და მაქსიმალურად გვიან დავაკავებ ვას რა. მინდვრის თავი. ძალიან ბევრი სავსეა რა, მინდვრის თავით. ერთის მხრივ ძალიან კაია, იმიტომ ჰაერაციას აკეთებს ნიადაგში. ახლა მე ესთან როგორ აქვს? პრობლემა არ აქვს. ეს შაფრანი შემიჭამა, გამინადგურა შაფრანი რა. ანუ არ უნდა ვებრძოლო თავს? აი რა, ეხლა მე თუ თავს ბრძოლა დავიწყე, რაღა ჰარმონია მექნება. თავს სხვა რაღაც ჭამს, მელია შემოდის, 1000 რა. რაღაცას რაღაც იმას შვდება და აი გადაახედე, ეხლა დრონითაც განახებ. ცხვარი, თქვათ, ნაკელს რო ტოვებს. ეგ ხო არ გიქნის რამე პრობლემა. არა, ეს ხო ბაკი ხო არა, ბაკი ხო იცის ცხვებსაც უღობავენ და ეს თუ ბაკს გაუკეთებ და ჩაკეტავა კი, მაგრამ როდესაც გადადის. შენ დროის ამბავში გაატარო და დამთავრდა. გადის შეჭამა, შემოვიდა მეორე დღეს შეჭამა და მაქსიმალურად გვიან ვიწყებ გათივოს. ეხა ამ ბალახს მოსპობენ ესენი სუივლიანა, მაქსიმალურად გვიან. მაგრამ ფოთოლში რა შევა, აღარ უნდა შეუშვა. ფოთოლში შევა, აღარ შეუშვა. მაგრამ ეხა არის პატარა ცხვრები, რომელიცაც კიდე მაინც უშვებენ. აი ზუსტად მაგით 90 მეტრზე გაშენებულიო. დაბლა დადის ჭამს და ფოთოლს ვერ წუდება ფიზიკა. ეს სპეციალურ ჯიშს ცხვარია და ეგ თუ ყავე და 15-20 წელი გექტარში ელექტროიმით დაკეტავ, გაუშვებ, ვისაც საშუალება გაქვთ, გააკეთეთ, მე არა მაქვს საშუალება. ან მეზობლის შემოუშვით, აჭამეთ, მე ერთ წელს დაგიტოვოთ, კაი ჩაკაფული გამოგივიდა. ძალიან თან ამიხარია ხო ვიცი, ჩემი მიწოდები ინფორმაციები მე გავრცელებულია და სხვადასხვა კომპანიები ისინი ამ ყველაფერს იყენებენ აქტიურად და ესეც გამოგადგებათ, ამიტომ დაალაიქეთ კიდევ ერთხელ არხი, ხა ამდენს რო საუბრობთ და არხს არ იწერ და უყურებ, ეგ ძალიან ცუდია რა. ხო, ცუდი ამბავია ძალიან. აი, წვიმაში გავიყენ სიცივეში, უბედურებაში, ამდენ რაღაცას გთავაზობთ და არხი გამოიწერეთ. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ გავაშენო ბიომეურნეობა. ჩამოვედი გიორგისთან, აქამდე რაც მოგიყევით და განახეთ, ძალიან საინტერესო პროცესია. შრომატევადი მათ შორის, მაგრამ თუ მიზანი გვაქვს ის, რომ ჩვენ შევქნათ უნიკალური ღვინო, მათ შორის მარკეტინგშიც ხო? რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა 1000 ღვინო როა და 1001-ს ვაკეთებთ იგივეს, ხო? მარკეტინგიც რთულია რომ გამოარჩიო. შესაბამისად, შენ თუ გააკეთე უნიკალური ღვინო, პირველ რიგში უნიკალური ვაზი შექმენი, აი ეს მეთოდები, რაც შენ ამბობ, ხო, რამდენი იყენებს საქართველოში? მე არ მინახია პირველი შენ ხარ, შეიძლება არ ვიცი და ვიღაცა იყენებს, ხო? ასეთი სიხშირით რა, ესე რომ ვთქვათ, ინტენსივობით. უნიკალური ღვინო უნდა შევქმნათ, რომლის მარკეტინგის კეთებაც უფრო გაგვიმარტივდება. ადვილია. ხო, შეიძლება ფიზიკურად ხელით ბევრი ვიშრომოთ, მაგრამ ეგ უკვე კომპენსირდება მარკეტინგში შრომაზე რა. პლუს მაგას ჩვენ თუ უკვე ბიოსერტიფიცირებასაც გავივლით, უკვე საშუალება გვექნება 3-4 წლის მერე, ყველა წელს თუ დავიცავთ შესაბამის
პროცედურებს და ჩანაწერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მივიღოთ ბიოსერტიფიკატი, რომელიც მე რა თქმა უნდა დაიცვათ ეს ბიოსერტიფიკატი, ხო, ერთხელ მიღება არ ნიშნავს და მე მოდი შეუბეროთ ბიჭებო და როგორც გვინდა ეგრე არ არის, ხო? უნდა მივყვეთ ინსპექტირების კანონებს. ბიოსერტიფიკატით საშუალებას გაძლევთ, რომ უკვე შენი ღვინო გაიტანო საერთაშორისო ბაზარზე და დააპოზიციონირო როგორც ბიოპროდუქტი და ბიოპროდუქტის ფასი არის 2-ჯერ და 3-ჯერ და 5-ჯერ ძვირი, ვიდრე მასიური წარმოების. შესაბამისად, მით უმეტეს საქართველოში, ხო? მცირემიწიანი ქვეყანა ვარ, ჩვენ მასიური წარმოება როგორც შენახსენე, რომ ჩილეს და იმას და ამას დიდ ტერიტორია, თუნდაც ჩინეთმა კაცო ღვინოს აწარმოებს, ვერ გაუწევთ კონკურენცია. დაიწყეს უნახების გაშენება ფრანგებმა ეხლა რაღაცია საუბარი. და ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, გვაქვს ბუნება, წყალი, მიწა, კლიმატი და ასე შემდეგ, ვაფუჭებთ ფაქტიურად მიწას მასიური წარმოებისთვის, ხო? მე მგონი ეგ არის ჩვენი მომავალი, რომ ესეთი სეგმენტური მათ შორის, მე ხა ჩვენ ხო წინააღმდეგი არა ვართ, ვინც რაც უნდა ისაკეთოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ, ჩვენი ტექნოლოგიით, მათ შორის ქვევრის და მაგას გადავალთ მანარში და კი ვნახავთ. გავივლით ყველაფერს, ასევე იმ უნიკალური ღვინით, რაც შეგვიძლია ეს პატარა მცირე ტერიტორიაზე მოვიყვანოთ. ანუ ცოტა და მაღალი ხარისხის გავყიდოთ ძვირად. მე მგონი იტალიაც ანალოგიური მოდელით მუშაობს, ხო, ბევრი ზონა. კი, ძალიან ბევრი ზონაა და აბსოლუტურად ყველანი არიან გადასულები, ეხლა მას წარმოებას ვერცად ვერ უზავ, მაგის გარეშეც არ იქნება, მაგრამ ყველანი არიან გადასულები, რომ კი გავიგე რომ ვიღაც რაღაცა შეიძლება ჩემი გადასახედიდან აფუჭებდეს, მაგრამ მე ხომ მაინც ვაკეთებ, ანუ სამომავლო რომ გადავცეთ ის რაც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და პლუს შენ რაც გაქვს აქ მოწყობილი ტურისტული კომპლექსი რო დავარქვათ ამ მეურნეობასთან ერთად თქვათ ვიზიტორი მოვა ღვინოს დააგემონებს ვენახს დაკრიფავს თუ ნახავს და პლუს გასტრონომიასაც გაეცნობა კი ბატონო მაგასაც განახებთ ყველაფერს მეგობრებო მოკლედ გადაწყვეტილება არის თქვენზე ჩვენ დღეს რაც შევძელით აი ვენახის ნაწილში მოგიყევით როგორ არჩიოთ მიწა როგორ იყიდოთ ნერგები, როგორ მოამზადოთ მიწის ნაკვეთი, როგორ დარგოთ, როგორ გასხლათ, როგორ აიყვანოთ, თქვათ აკაციაზე გააკეთოთ თუ უჟანგავ ფოლადზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იო, აქ ესე იგი ვიზიტორების მისაღებად მზად გაქვს ყველაფერი. ჩვენიერი ეზოა, ეხა აყვავებული არ არის, მაისში აყვავდება. მაისში აყვავდება ყველაფერი. და აქ ნანახი მაგ ულამაზესია რა. თქვათ, ვისაც სურვილი ეხა გაუჩნდა, რომ აი რა, კაი მეურნეობა მინდა მივიდე, ღვინო დავაგემოვნო. რას თავაზ? ღვინის ეს სეზონი აქ აღარ ამთავრდება, ადრე რაღაც სეზონად იყო ხოლმე, ახლა სულ მოდიან. აჰა. ორი განხრა აქ და ერთი არის რომ მოდიან მოხალისეები და სტაჟირებაზე, ხალხი ვისაც აღარ ოთახებია გაკეთებული და მოხალისეები და ისინი რჩებიან და არის ესეთი family რომები არის საოჯახო ოთახები, სადაც უკვე ჩამოვა ოჯახი, ვისაც არ აქვს შეხება სოფლის მეურნეობასთან და შეუძლია მოვიდეს დარჩეს და ადგილობრივი პროდუქტით გამოიკვებოს, რაც ჩვენ ბოსტანში მოდის სეზონურ აი რა შეიძლება ყველაზე მაგარი კერძი რა გაქვს ვაძე ეგ ახეთში მწვადი არის ჩვენც მნიშვნელოვანი მწვადი დაუწერელი კანონი ხო გარეული კახური ღორი რაც არის რა ეს გარეული ღორივა ეგენი ყავდა ხოლმე ძალიან ბევრი რა ანუ ეხა იმ წუთში არა უკვე დღეს მაგრამ პატარები ყო ისე არის აქ სოფელშიც კი სოფელში ძალიან ბევრს აყავდა მაგის ხორცი ხაშლამა და სეზონურად ყველაფერი რა ჩვენი მართვალზე გაზი კი არა საერთოდ სხვა ნაკვები დაგემრიელი მე კიდევ შედის ადამიანი და თვითონ მოწყვეტს ყველაფერს თვითონ აი აგერ დაჯდება გააკეთებს დილით გამოვა შეიძლება იქ პომიდორი მოწყვიტოს ჭარხელი ამოიღოს სტაფილო სალატის ფოთოლი იქნება თუ რა იქნება ამით დიდად ეხა არასოდეს არ მიცდია რომ რამე ძალიან ისეთ განსხვავებული კი ასე ზოგადად თქვა უბრალო მაგრამ გემრი უბრალო და ავთენტური ქვია მაგას ჩამოთელობის კარგია და არ გაზიანა ესე იგი ეს არის სასტუმრო ხო რამდენი ნომერი გაქვს რამდენ კაც შეუძლია რომ ჩამოვიდეს კაც შეუძლია დარჩეს ეხა ჩამოვა 6 მოხალისე და იქნებიან ერთი თვე მოგეხმარებიან და ძირითადად მოხალისეები როცა არიან ხოლმე თორე ოჯახს ვიღებთ ესე რა ბევრს არა რომ აქ აცხოვრებ აჭმევა ასმე კი ჭამენ და მუშაობენ შრომობთ იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა ეგ როგორ არჩევ მოხალისეებს არის რა სხვადასხვა საიტები
სხვადასხვა ასოციაციები, ვისგანაც შეიძლება ჩამოვიდნენ. რამე უნდა იცოდეს თუ ნებისმიერ სურველს, ვისაც არა, ნებისმიერ სურველი ვერ მოვა. იყო ხოლმე ესე? ხო. ნებისმიერ ადამიანი მოდიოდა და მე ბოლო ჯამში ეს ყველაფერი დატმა მივიღიმე და მე ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც იფუჭებდნენ საქმეს, ხო? ეხლა კონკრეტულად ვინც არის დაინტერესებულიო თქვა თვალზე რაღაც მებაღეობაში რაღაცა სწავლობს აგრონომიაზე იმაზე. ვენახეოს ღვინის წარმოებას ძირითადად რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გაიზარდოს საქართველოში, ვისაც შეიძლება არაფრიდან ღვინო გააკეთოს. უკვე ყავს შერჩეული თუ მოუწოდოთ, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მოვიდეს. ხო, ანუ უნდა დაინტერესებული იყოთ, ან სწავლობდეთ ამ მიმართულებით და რა ვიცი, მოიწერეთ კომენტარებში და დაგაკავშირეთ. დიდ გამოცდილებას მიიღეთ. ოღონდ არჩევის პროცესს გაივლით. ესე ყველა ვერ მოხდებით. ღვინის გამოცდილება რა შეიძლება მივიღო, თქვათ, აი ჩამოვედი რთველის დროს, მაგალითად რა. ყოველთვის უნდა თქო, რომ ჩამოვიდნენ ყურძნის დაკრეფაში მიიღო. მოდი ბაღში გადავიდე. შეუძლიათ ისქან რა ქვია, მოდიან ხოლმე და აი ყურძნის დაუკრეფო და აი როგორ ეს ყველაზე ადვილი პროცესია, რომ სახში შეუძლია გააკეთოს. ყურძენი კონდიციამდე მიიყვანო, ეს უფრო საინტერესოა და აუცილებელი. და მე უკვე ღვინო, რომელიც შენ გაზაფხულზე ქვევიდან ამოიღებ, ეს ღვინო მიიყვანო იმ კონდიციამდე, რომ ბოთში ჩამოასყე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდის იწყებ ყურძნის მოკრეფას? ნუ სხვადასხვა ჯიშებია, მაგრამ სხვადასხვა ჯიშებია. ძირითადად სტარტი როდის გაქვს? სტარტი ოქტომბერში. ოქტომბერში იწყებ, ესე? სექტემბერში ღრუბელას თუ კრეფავთ ხოლმე და ისეთი ამინდები და ისინია ეხა კიდე და ისია კლიმატი გადარეული რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა რა და ჩვენ ეხა ეს მასწავლებლობა არ გვაქვს ღვინოზე და თუ რაღაცა პროცედურად გვაკალდება სიტყვაზე პრობლემა არა. ანუ ოქტომბერში იწყებ და ამთავრებ როდის? ნოემბერი, დეკემბერში მოვრჩი. დეკემბერში ამთავრებ. ეს მახსოვს რამდენი წლის წინ იყო? ზემოთ სადიგოს ეს დასამთავრებელი ეხა მოვრჩებით ჩვენ ახევაში დაიწყებს ვიზაჩები ისევ და იქ ტერასებია გაკეთებული, ქვედა ხარეს და ძირითადად ამას ავხმარებთ არაფერი რა. სამუშაო პროცესი იყოს პრობლემა არ არის, просто არ წავიქცეთ. ეხლა შევდივართ ჩვენ მარანში, ძირითადად სადუღარი. დრო ხო ჭირდება რომ რაღაც ერთიანად ხომ გამიკეთებიან და ეს არის სადუღარი, მაგრამ თან აქ ამას ერთი ესეთი უნიკალური ამბავი რომ არის აშენებული ქვით და კირით მარტო რა. ცემენტი საერთოდ არ არის საძირკვლიდან დაწყებული. არის კირით აშენებული. კი ძალიან ბევრი დადებით თვისება აქვს და მე ვფიქრობ რომ ხა მარანსაც აშენებ. კირი ჯობია რომ აშენება ხო. ესე იქ მოყვანილი ყურძენი, რაც განახეთ მეგობრებო, უკვე გადმოდის მარანში. ხო, რით წურავ? ნახე, არის ფეხით დასაწური გოფში, ხო? ოღონდ ჩვენთან კახეთში ყოველთვის იყო ხოლმე ქვითკირით რა, როგორც იყალთოს აკადემიაში თუ გინახია, იქ არის აშენებული ისე. მანდაც შემიძლია დავუწურო საიდანაც მოვაწოდებ და არის მეორე ესეთი ძალიან უბრალო კლერტსაცლელი იქით გვიდგა. ხო, უჟანგავი, მაგით იწურება. არის ხოლმე როცა გარეთ გაისიც ესე ხელით კლერტის შორდება და საერთოდ მანქანასთან კონტაქტი არ აქვს. ყველა ქვევრი ყოველ თვლამდე იწვევს. პირალებია 2 საათს ამას ჩაუკიდებთ და სანამ ბოლომდე არ დავწმუნდებით, რომ სადაც 2 დღე და ღამე არის ამის გამოწვის პროცესი. თუ კი რაიმე ბაქტერია დაავადება რამე შიგნით არსებობს, ყველაფერს კლავს. რომ ამოვიღე, ანუ გაზაფხულზე ღვინოები ამოვიღე, წყლით გავავსებ, ეს ყველაფერი დალბება, მე ამას ამოუღრი, უნდა გაშრეს და გასუფთავებული შემიძლია გავაჩერო. სანამ დავიწყებთ რთველის მიღებას, ნებს უკვე იწყება ქვევრების გამოწვა. აქ უკვე ღვინოები არ არის. ფაქტობრივად დეზინფექციას აკეთებ ამ ტემპერატურით. რა დრო შეიძლება დააზიანოს ქვევრმა ღვინის ხარისხი? ქვევრი თუ არა გაქვს სუფთა, კარგი არის რომ ახალი ქვევრი მოიტანა ოღონდ ძალიან სანდო პიროვნებისგან და ადამიანს რომელიც დარწმუნებული ხარ სუფთა წყლით და ბევრს მასშტაბურად არ ამუშავებს და ცოტა რაოდენობას აკეთებს წელიწადში და მთელი ოჯახია ჩართული და ფაქტობრივად ეს მათი შემოსავალია რა, ասած ორლარამდე ზრდება 1 ლიტრი. ესენი არის დასავლეთის ქვევრები. უმლაძეების ქვევრებია. მე ვფიქრობ, რომ ქვევს იმხერად დიდი შეხება აქვს. ნიადაგთან აქვს შეხება, იმდან დიდი ენერგიების ცვლა მოდის, რომ ეს ყველაფერი აისახება ღვინოზე. რა მიწასაც ამოიღებ, იმ მიწით უნდა გაავსო. ძალიან კარგია. შეიძლება ქვიშა ჩაყარო. აქ მიწა გაქვს ესე. იგივე მიწაა დაბრუნებული და გარედან არის კირით შემოლესილი, ხო, თუ შემოლესილი. ცემენტი და თიხა ერთმანეთთან დიდი ხანი ვერ ჩერდებიან. რაღაცა პერიოდში ნაპრალი რჩება და შიგნით ბაქტერია და ჭია უღუა იბუდებს და უკვე ღვინო გიავადდება და კირთან ეგ ვერ ხდება. რა პროცესს გადის ყურძნის მიღებიდან, სანამ თქვა საბოლოო პროდუქტს მივიღებთ ღვინოს? ესე იგი, რომ დავწურავთ, ბუნებრივი საფუარები იწყებენ გააქტიურებას და იწყებენ შაქრის ჭამას და აქედან წარმოიქმნება ალკოჰოლური დუღილი
რომელსაც უნდა დიდი ყურადღების მიქცევა. ანუ უნდა ამას ყოველთვის მოურიოთ, დაურიოთ, გავამდიდროთ ჟანგბადითაც. მაგრამ ეს ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ ჩვენ, რომ ვზომოთ რამდენი გვაქვს დარჩენილი შაქარი დაშაშლელი. და ზოგადად რა პერიოდია, თქვა დუღილის პროცესი, რამდენი არის დღე ხოლმე გრძელდება? ერთ კვირაში დადუღდება ეს რაჩე. აი შეიძლება უცბად აი ესე გაგიჟდეს, დადუღდეს და მე ნელი დუღილი გააგრძელოს და გქონდეს იქ მეორადი დუღილიც, ზემჟავა ბაქტერია დუღილის როცა. ამ დუღილის შემდეგ ამ ღვინოს ჭირდება ცოტა ხანი დაწყნარება, დამშვიდება, იმიტომ რომ იქ იქნება კარბონიკული გაზები, რომელიც გამოდევნო, მე უნდა გადაავსო, დამშვიდეს, დაწყნარდეს და უკვე იწყება სიცივეები და რო ხვდები უკვე სადღაც თქვათ თუ თველი მიიღე ოქტომბერში, სადღაც ნოემბრის ბოლოს უკვე აბსოლუტურად დალუქაო, რასაც დაკეტოს ვიწაღით, შეიძლება დაუტოვო იქიდან რაღაცა პატარა საჰაერო, რომელიც იქ წარმოქმნილ პროცედურას გარეთ გამოდევნის და იქ თავს არ ააძრობს და შიგნით მე პრობლემებს არ შეგიქმნის. ან თუ დამთავრდა ყველაფერი, მაშინ დალუქაო და დაუცადო 6 თვის განმავლობაში ან 4 თვის განმავლობაში უკვე შენზეა დამოკიდებული რომელ ღვინოს ამდენი ხანი დატოვებ ქვევრში. და აი ეგეთი ის რო არის, რომ აი დავაყენე ღვინო და ტკბილი დამრჩა, ვერ დადუღდა. ეგ რატო ხდება, ეგ რა იწვევს მაგას? მე ვენახე, შენი ვენახიდან, შენ ბიოყურძენს გამოიტან. ამ ბიოყურძენზე არის ყველაფერი კეთილი, დადებითი და კარგი. როდესაც შენ მოშხამულ ყურძენს გამოიტან და შენ გინდა ის ნატურალურად დააყენო, ეს ვერ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ ის ბუნებრივი საფუძვლები იქ რომლებიც არის ამ შხამებში. აი ძალიან სუსტია და ძალიან მალე კვდება რა ტემპერატურაზე და მე იმას რა თუ ვერ დაშა, ანუ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენ, ხო, მე იწებენ სხვა რაღაცები იმას და ის დამატებას და იქ სხვა იქ ალკოჰოლს ჭამენ იქ იმას და ანუ გადაუბრუნდება ღვინო და თუ შენ სწორ ყურძენს გამოიტან, სწორად თუ დადუღდეს, თუ არა, მაშინ უნდა ჩაერიოს ადამიანი და ტემპერატურასაც ხომ მნიშვნელობა აქვს დუღილის პროცესისთვის? რა თქმა უნდა და აი რა რაზე ქვევით აღარ დუღს და რაზე ზევით დაუშვათ? აი იდეალური რომელი 15-დან იწყებს რა, 15-დან იწყებს და ამ გაგიქცეს რა, სადღაც 21-22-მდე აი ეს არის იდეალური, ამიტომ უნდა ხშირი დარევები, თუ ძალიან გადაირია და დაიწყო ესეთი აქტიური დუღილი, უნდა ეცადო რომ ცოტა ჩააწყნარო, ჩააგრილო, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნო შენი ბუნებრივი საფუძვლები. ამიტომ ეს ყველაფერი რომ გავლილი გაქვს და რო იცი ამდენად საწვალებელია, ხო? ყურძენს უკვე იმ კონდიციაში კრეფავ, ქვევრს სწორად არჩევ ხა, თქვათ ტონანახევრიან ქვევრში. რაღაც ტონა 200 ყურძენი რო დაწურო, ძალიან ნორმალურია და ეხლა ტონანახევრიანში რაღაც 2 ტონას ხო ვერ დაწურო, ანუ არ უნდა გაავსო, უნდა სადუღარი დაუტოვო, სადღაც 60-70, შეიძლება 80 სანტიმეტრიც. მე ის რაც მეტად დაბლა, მით მეტი საშუალება აქვს გაგრილებისა, მით ნელა დუღს, მით მეტი საშუალება აქვს ბაქტერიების გამრავლდებისა. ეს ყველაფერი არის უკვე ამორევაც ხო მაგას ემსახურება, რომ გაათანაბრო და მათ შორის დუღილის პროცესიც და საფუარებიც. ყველაფერი და აურივოთ მაშინ ყველაფერი დაწივა. და გამოსავლიანობა რამდენი გაქვს, თქვათ, ეხლა ამ ჩვენ ეტაპზე? 50%, იმიტომ რომ ანუ 1 კილო ყურძნიდან ბოლო პროდუქტს ღვინოს იღებ 50%. არის ქარხნები ვიღაცები 60-65-ს იღებენ რა და ჩვენ არა გვაქვს ეგეთი არც ნეხები, არც ისინი და არც ვთვლი რომ საჭიროა, იმიტომ რომ მე ის ყველაფერი მიდის ჭაჭაში და მაინც ჭაჭა უნდა გამოვხადო და რაც მეტად ცვნიანი ჭაჭა მაქვს, მით უფრო გემრიელია და ამიტომ მაგაზე პრობლემა არ მაქვს მე და არც ხა აი გამოვკაჩო. იცი აი რაც წამოვა წვენი წამოვა ისედაც ხოლმე რომ წნეხავთ მაქსიმალურად ვთვლობ რომ ისე წამოვიდეს რომ ბევრი ის კი ბატონო, გადაღებას როდის აკეთებ, თქვათ, ეს დუღილის პროცესი როცა დასრულდება, აი მერე რა ხდება? მერე გადავსება იქნება ქოვრებისა, რომ სამთისთვის. ანუ თქვათ მე მაქვს ქაწითელი და ქაწითელი რა, ანუ დავადუღე, დადუღდა. შევამოწმე, კარგია, შაქრები გადასულია. ქაწითელს მეორე ქოვრში გადმოვასხავ, იქ რაც ჭაჭა დამრჩება, იმას ჭაჭაში წავიღებ და გამოვხდი. რაც წამოვიდა, აქ უკვე გაივსება დაახლოებით აი აქამდე. ეს მარტო წვენი უნდა დატოვო ესე. აი შეგიძლია ეგ ჭაჭიანად გადმოვაყარო მეორე, აქ ხო გააქვს ჭაჭა რა და გააჩნია, შეგიძლია მარტო წვენი გადმოვასხარო წვენი. კაი, ამას აღარ ვურვებ? არა, მე უკვე გაზებს გამოუშვებთ ხოლმე, ჯოხს ჩაუშვებ და ეს გადაწვევა ესე იწყებს გაზებს. და ეს რა პერიოდს აჩერებ ხა აქ? ნუ საშუალოდ. გააჩნია რა თქმა უნდა ტექნოლოგიას რა. გააჩნია ღვინოს, მაგრამ ძირითადად 6 თვიანებს ვაკეთებ. 6 თვიანს. და აი ის როა ხოლმე, რომ აი კლერტის გემო რო წაკრავს, რაღაცა ეგრა. ყურძნის ბრალი. იყვება არასდროს. ანუ არ შეიძლება რომ ჭახე მწვანე კლერტი მოახოდე და საერთოდ ხედავ რომ შენ
კახური მწვანესა კრეფავ და ანუ მწვანე ეკლერტი არ უნდა მოხდეს? არ უნდა რა. რამდენი ჩამიწური ეგრე მიყიდია და წიფე ნიშნავს რომ უნდა იყოს გაყვითლებული. მაინდა-მაინც ნუ იქნება გაყვითლებული, მაგრამ შემოსული უნდა იყოს რა თვითონ ეთყო კონდიციაში. აი გამიკეთებია სახშიც ახლა თქვენს ალბათ დაგიწურიათ და ძალიან ბევრს და კლერტი დიდხანს რომ გამიჩერებია, ეგ წაკრავს რაღაცნაირი გემო კლერტის რა, სიმწარე. აუ ხო, აუცილებელია რომ კონდიცირებული ყურძენი დავუყო. ანუ მაგას უნდა დავაკვირდეთ მეგობრებო, თუ ყურძენს ზოგადად იყიდით, რომ კლერტი მაქსიმალურად იყოს კი, რაც შეიძლება გვიან უნდა იყიდონ, როცა სახლის საყიდულობენ, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება გვიან. იმიტომ რომ ესე უცებ ხა მეუკრეფავ ყველას უნდა მალე დაკრიფოს, მაგრამ შეიძლება ღვინო მიიღო და იმიტომ რომ მე პრობლემა გაქვს აი გვისა დაიწვა. არ უნდა იყოს ყურძენი რაღაცა ცელოფნის პარკებში დაკრეფილი. არ უნდა იყოს რაღაცა ჩახუთული ცელოფნებში რაღაცებში, იმიტომ რომ ცელოფნის პარკით არ იყიდება. ხო და საშინელებაში ყუთში უნდა იყოს დაკრეფილი, იმ ყუთში ცელოფანი არ აქვს ჩამფერილი, იმიტომ რომ რაცამსაც ყურძენი მოწყვიტე, ხო? და ერთმანეთზე და შეეხო ეს ყურძენი შენ გაჭყილდი არ გაჭყილდი ეგ პროცედურა წავიდა. აქედან რომ წამოდი, მოდის ღვინოები, უკვე ხო გადავიდეთ. მე მოდის აქ ამას ეხლა პირველი გადმოღებაზე, პირველი მძიმე-ლექს მოვაშორებთ, ანუ გადავიღებთ უკან დავაბრუნებ. მე სადღაც 1-2 თვეა ხოლმე რაღაც ძალიან ისე სიცხეები სანამ დაიწყება. მე კიდე ერთი ლექს მოვაშორებთ და მე უკვე ან აქვე დავტოვებთ რომელიმე ქვევრში, ან ტერასაზე ვიღებთ ან ცისტერნაში ამოვიტანთ ცოტა ხანი რომ კიდე შევხედოთ ღვინო როგორ განვითარებისკენ მიდის და უკვე მაგის შემდეგ დავაბრუნებთ ქვევრში. დავაბრუნებთ ქვევრში და დაახლოებით 2-3 წელი არის უქევლებში, ხო, ნუ ხანაქარი ხანქოვით არის. დამატებას უკეთებ თუ ესე გაჩერება. არ ჭირდება, აი ლექებიდან რომ ეს ხუდნელელა ილექება, ბალანსდება. მე უკვე ბოლო პროცესია რომ აი სანამ ბოთს ჩამოისხმება, წამოვა ცისტერნაში. ესაც აი შენი ესაც ეხა ბოთლები არაგია აქ რა, იმიტომ ადგილი ფიზიკურად თან აი სუსავსი იყო ექსპორტისინ და აი ესენი სულ და სულ ჩამოიცადა. ეხლა ის უნდა წავიდეს იქ და განთავისუფლდეს. აი ეს არის ეს ქვითკირის საწნახელები, რასაც ვიძახთ. ესეთი პროცედურები. ანუ აქ იკრიბება ესე და ჩადის მე იქა. აქედან წავა იქ. ქვევრიდან ამოღებული ჭაჭა წამოვიდა და მოვიდა. ჭაჭა მოდის აქა. ეს არის პირველი გამოხდა. მე ამას კიდე ამას კიდევ ატრიალებთ და საია, რა ქვია მას? საია. არა, ეხა ეს მოდის სუმთელი პირველი წამოვა და ბოლომდე ნოლამდე ჩამოვიყვანთ და პირველ ხდას რა ქვია სახელი? ჩვენთან საია ვიცი. საია როცა დაბალ გრადუსიანია 30. ეს რამდენ გრადუსიანი გამოგდეს? ეგ იქნება. ხო, ეგ არის რა. ხო, დაწერეთ კომენტარებში რა ქვია პირველ ხდას. კანიაკ? რა თქმა უნდა. ეს დაახლოებით არის აგაბოს და ბარაქა გქონდეს. გაგიმარჯოთ მეგობრებო და სულ ბარაქიანი და კარგი მოსავალი გქონოდეთ ყოველთვის. კარგია. ბატონი დავით მაყაშვილი გასინჯავს 8 წლის ბრენდის. აბა მიდი შეგვიფასე. მიდი დაარტყი, კარგად დაარტყი. ის მაგარია შენთვის ძიმია, ჩემთვის მაგარია მაგალითად. შენ ვერ დაარტყი. მოდი ეს მაგა გასინჯო, მოდი აქ. აბა გასინჯე ერთი. რა სიტყვა შენ შეფასება გაგვიკეთე ძმაო. რა მაღალი გრადუსია, მაგრამ ბუკეტი კაი აქვს რა, გემოს ისა თვითონ. მოკლედ, მე მგონი ყველაფერი განახეთ ამ ეტაპზე, რაც იყო საჭირო. გადავინაცვლოთ სუფრაზე. მეგობრებო, მოკლედ, ვიყავით ვენახში, სადაც განახეთ, როგორ უნდა მოვიყვანოთ ბიო ყურძენი. შესაბამისად, ბიო ყურძენი უკვე გადმოდის ამ მარანში, სადაც ხდება ბიოღვინის დაყენება და ეხა უკვე გადავინაცვლებთ სუფრაზე, სადაც შემოგთავაზებთ ასევე საინტერესო საუბრებს. არხი მოიწერეთ ვიდეო დაალაიქეთ და წავედით. ვაკეთებთ გიორგი. მოკლედ აი ეხლა არის სეზონის სატაცური. აი ეს არის ნაღდი სატაცური. აი ჩემოდიან ევროპელები და გიზდებიან. ამას რომ დააჭრენებ და ეს უგემრიელია. ესე წვდომია. ესე იგი ამას მოვწალავთ კარაქში, კვერცხს ვამატებთ და მე ჩემოდ გავაგეთ ტარხუნას დავამატებ. ტარხუნა. ზაუ რა გიჭირავს, აბა რა არის ეგ ერთი გითხარე. რა შემთხვევაში დალევდი მაგ ყანწს? რა შემთხვევაში? რამდენი ლიტრია შენი აზრით? სავარაუდოდ 1 გრაფინი. ეს რამდენიანია? რამდენიანია ეს ყანწი? მეტია რა გაცო? მაგას მეც დავლევ მაშინ. ვერ დალევ. დავლევ. შენ თუ დალევ მის დავლევ. კაი, აი შენ თუ ამ ყანწს დალევ? ხო. აი შენ თუ ამ ყანწს დალევ, მაშინ მის დალევ. ბაზარია რა.
25 წლის 22 დეკემბერს დაკრეფილი რქაწითელი. ეს არის ჩათვალეთ რომ ძალიან ახალი თოთო ბავშვია 1-2 წელიწადი გაჩერდება მოთხოვნა ხითა ცოტა რა ხო და საწყის ფასი იქნება 300 ლარი რა ხო და ფრთხილად მოეპყარი ხა არაფერს აი რა ფასსაც აქ ვიტყვი მაგ ფასზე მეტად თუ არა ნაკლებად ღვინო არ გაკითხულა რომელსაც დავასხმე დიდება მოიცა ჭიქა როგორ უნდა დავიჭიროთ ეს რო ვთქვათ რა როგორი არის სწორად აი ხა ნახე ერთი ეს არის ერთი ეს არის აი მეც ესე მიყვარს აი ეს ყოველ შემთხვევაში ესე სვავენ მაგრამ ნუ იდეაში არის ხო აი ესეც შეიძლება ხო ეს მე ჩვენ ეგრე ვიჭირავ ხოლმე მოიცა ხმაც სხვა დიდება უფალს მადლობა დღევანდელი დღისთვის და მადლობა ყველას ვინც აქ ახათ და გაგვიმარჯოს მადლობა მოიტა ბუკეტი გაგვარგოს გაიხარე ჩემო გიორგი და შვიდობა გქონდეს, ჯანმრთელობა გქონდეს და განწყობა იმისა, რომ ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს, გვაინტერესებს და ბედნიერდება. გაიხარე. და ასევე თქვენ. ის როსვას ხო იცი გიორგი კავკაზიროა რა, რო იმაშება ხო ვიდეოებში. ხო, ამინა ხი რა სამოცა. აი ესე მტერი დაგეცალოთ. მაგრამ ეს კონკრეტულად ამ ხიხვში არის ესეთი ამე გაკეთებული. ერეკლე პაპას უყვარდა რქაწითელი მწვანე ქისი და ხიხვი. მეფე ერეკლეს, მაგას ვიცახ. ხო და ამაში არის 20%-ში ჩარეული რქაწითელი მწვანე და ქისი, ოღონდ 80% არის ხიხვი. გადაანიავეთ მეგობრებო, პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ბევრი ესეთი მეურნეობა გვჭირდება საქართველოში. ბევრი ესეთი ადამიანი, ვინც აზროვნებს თანამედროვედ და აქვს ხედვა, როგორ უნდა განავითაროს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი მეურნეობა და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება საამაყო. შენ ამბობდი, რომ შვეიცარიაში დავდივარო, იქ იტალიაშიო, იქაო, აქაო და შენი кейსი, ანუ შენი გამოცდილება ყველაფერი ის რაც აქ გააკეთე და რაც შეიძლება ვიღაცისთვის არალოგიკურია, რომ კაცი შვეიცარიიდან დაბრუნდა და აქ რუისპირში რაღაცა შექმნა, არის საამაყო, ხო? ერთი ცხოვრება გვაქვს და შესაბამისად რაღაცა ისეთი უნდა დავტოვოთ ამ ცხოვრებაში, რომ ვიღაცა მერე თქვას, რომ რაღაცა შეცვალა, რაღაცა შექმნა და ამით იამბოს. თუნდაც აი ხე რომ დავრგეო და თაობებს დარჩებათო რა. ისურვებთ ყველას, რომ შეგექმნათ ისეთი რაღაცა ამ ცხოვრებაში, რითაც იამაყოთ. და მადლობა მინდა გადაგიხადო მასპინძლობისთვის და წარმატებები მინდა გისურვო. ყველას უსურვებ, რომ უნდა შეექმნას ის, რითიც თქვათ თავისი მომავალთაობა იამაყებდა. გაიხარე. მადლობა ყველას. აბა თქვენიც. რა დაგიშვია თავარი შეცდომა, რასაც აი ეთყოდი ჩვენს მაყურებელს, ვინც ამ საქმით დაინტერესებულია, ან ჩართულია უკვე, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. აი ყველაზე დიდი შეცდომაც მე დავუშვი ცხოვრებაში, როდესაც მოვეჭიდე იმაზე მეტს, რამდენის წაღებაც ფიზიკურად ვერ შევძელი, იმიტომ რომ სიტუაცია იყო ძალიან რთული, რესურსი არ გეყო ბოლომდე. რესურსი არ გეყო, იმიტომ რომ როდესაც ესეთ რაღაცას ნულიდან იწყებ და შენ მამა-პაპიდან არ მოგდის, ხო? ძალიან ნაბიჯ-ნაბიჯ და ესეც მივყვებოდი და ყველაფერი ჯერ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და მე ვაკეთებდი და მე იმდენად აჩქარდა ეს ყველაფერი და მეც იმდენად ავჩქარდი რომ მინდოდა რომ ყველაფერი მომესწრო რატომღაც და რაჩი რომ მალე გამეკეთებინა და ეს ამდენი ვთქვათ გადაცემები ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი იყო ქაოსი რა. როდესაც ის მეურნეობას აკეთებ, არ არის ძალიან აუცილებელი რომ ჰაი და ყველაფერი იცოდეს. თავარია შენი ცოდე დარწმუნებული იყო რას აკეთებ და შენი შედეგი ყოველთვის დადგება. რა არის წარსული? არის წარსული. თავარია შენი იყო მომავალზე ორიენტირებული. დააშენო შენი გამოცდილება, ის ყველა ნაბი შეცდომით სწავლობ. ხო რეალურად ხა შეცდომა თუ არ დაუშვი ვერ ისწავლე, ან გელის რო დაუშვა. არა, დაუწერელი კანონია ყველა ბიზნესში რა. ეხა ჩვენ ვისთანაც ვიღეთ ეგეთი რუბრიკა გვაქვს ბოლოში რომ გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას რა და ეგეც საინტერესოა რომ შენაერი ადამიანები ხო თქვა თანამედროვედ მოაზროვნე ბევრი არ ყავს საქართველოს ფერმერები სამწუხაროდ იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა არ არის დაინტერესებული თუნდაც წირი რესურსების ქვეყნიდან გამომდინარე რა მაგრამ აი ეს გაზიარება არის ადამიანი რომ არ აზიარებს რა ანუ რო ჩახვალან კითხავ რაღაცას გონია რომ რაღაც კონკურენტი ხარ ხო და აი ნახე ჩვენი რესპონდენტები ყველა არის მოწოდებული და მათ შორის შენ რო გააზიაროს ეს ცოდნა მაქსიმალურად. შენთვის პირადად რა არის? აი ეს გაზიარებ, თუნდაც დღეს რო აზიარებ. ჩას განიჭებს შენ?
ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც უკვე პრაქტიკაში მივიღე შედეგი, რომ ადამიანები გისმენ. აი ეს მნიშვნელოვანია და შენ შეგიძლია შენი აზრი, შენი გამოცდილება სხვას მისცე. ბევრს ვთქვია, რომ ეხლა შენ ეგ რაღაცები რო იციო, არასწავლო არავის, ყველა მაგ დაიწყოს, იმიტომ არ ვიცი რომ და მე თუ ეს რაღაცა ვიცი, მე არა მაქვს იმის შიში, რომ მე ამისი კითხვარი აღარ მეცოდინება. იმიტომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველ დღე რაღაცა ახალს რაღაცა დღეს რო დაიწყებს, შენ უკვე 5 წლის მე სხვა დონეზე იქნები და ყოველთვის ამაში როგორ შეიძლება კონკრეტულად მე თუმეტეს კიდე, როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გინდა რომ შენი ქვეყანა მართლა ძალიან მე რომ ჩემი ქვეყანა არ ამყარებოდა, მე რომ დერეჩებს და მანჩესტერს გავეზარდე, შვეიცარიიდან თავის შვეიცარიელ მშობლებთან ერთად აი აქ გადამოსახლდებოდა ეგრუის პირში და არ დაიწყებდა და არ გამიხდებოდა ეს საწარმოები. შვენივად ვიყავი იდეა და ეხლაც ხო ეს 3 წელი ბოლოში იტალიაში ვმუშაობდი და ეხლაც რომ მივდივარ ხოლმე და ეხლა წავიდე ერთ თვეში მიწევს წასვლა იქ მე ჩემი ადგილი ყოველთვის მაქვს ნებისმიერ დროს შემიძლია რომ კუდი დავიხურო და იქ ვიყო და მქონდა მაგრამ საამაყო რაღაც შექმენი რომ იქ რო ჩახვალ შეგიძლია იამაყო წავიდე მთელი ეს ხალხი ვინც ამ ყველაფერს უყურებს აფასებს და ეს ხო სტიმულია მე ხო ფაქტობრივად იმათ რაღაცა ეუბნები რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა ის რო არის ფილმში ხო არაფერი გამოვა წავედიო რა მოკლედ ამ საქმიდან არაფერი გამოვა მე წავედი ამ საქმიდან არაფერი გამოვა ანუ ეს ყველაფერი მაძლევს იმ სტიმულს და ეს ყველაფერი მაცოცხლებს რომ ვიცი რომ მე რო ხვალ ანზე აღარ ვიქნები იქნება ხალხი ვინც ამ ყველაფერს გააგრძელებს და ქართულობა იქნება მაღალ ლეველზე აყვანილი ყოველთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი რა გეფიცები ყველაფერს რა არ შემიძლია ყველაფერი შემიძლია აი საკუთარი თავი შემიძლია დავანგრიო მაგრამ მე ღვინოსში ხელს ვერ გავიფუჭებ აი ვერ ვისწავლ ხო, ფაქტიურად მაშინ შენ პიროვნებას დაკარგავ რა, რასაც წყალებში და ქადაგებ და ეუბნები ადამიანებს ეს მნიშვნელოვანია, მაგაზე შენ რო თქვა უარი, ნუ დამთავრებულია. შენ რაც უნდა მაკრიტიკონ, რაც უნდა მეძახონ, კაცოს ცუდის და კარგის თქველი არ დაიდო. თავადია შენვისთვის კრიტიკოსი რო არ ყავს, ესე რაღაც არასწორად აქ. რო კრიტიკოს იგი რაღაცა არ მოწ. პირველად მოვიდა, ნახე იყო ძალიან პატარა და რო შევეხი, ქონდა ძალიან სერიოზული დიდი ენერგია და ყოველ დღე რომ მოვდივარ, ყოველ დღე რაღაცა თავისი ენერგია ქამას და ძალიან ძლიერი ნაძვია, ძალიან მიყვარს რა. და სხვადასხვა ხეების ყველაფერი ისეთ მნიშვნელობა აქვს, რომ შენ დატოვე ეგეთი სცენარები, რომელიც დიდხანს ცხოვრობენ და ისინი არიან შენი ისტორიის მატარებელი. 100 წლის მერე რომ აი გიორგის დარგულიაო იტყვიან რა. ხის დარგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, შეგახსენებთ, რომ 15000 გამომწერზე ვგავთ 150 ხის ნერგს. შესაბამისად, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი და იმ ვიდეოსაც ცალკე შემოგთავაზებთ სად და როგორ და რას დავრგავთ. ეს რა კარგი რამეა და აუცილებლად უნდა სასწრაფოდ დავარგვევინოთ ამ ხალხს ეს ხეები. რამდენიც გამოიწერთ, იმდენს დავრგავთ რა. 100 გამომწერზე ერთი ნერგი. ბევრი გამოიწერთ, ბევრს დავრგავთ. ცოტა გამოიწერთ, ცოტას დავრგავთ. მილიონ ნახევარმა კაცმა და დავარგვევინოთ 150.000 მე თანახმა ვარ 100.000-მა გამოიწეროს და დავრგავ პრობლემა არ არის. მე რაღაც მინდა გითხრათ რომ თვითონი ეს განული წუთი და ეს განული დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვატარებთ, ეს გუნდი, რომელიც გუნდს ამ ყველაფერ ინფორმაციას ერთად აგროვებს და მე თქვენ გადმოგცემთ. ნუ ვეცდებით, რომ რაღაც ზედაპირულად გადავატაროთ, Android-ის მოხსნების გამო და ავსკროლოთ 1000 გვარი რაღაცა. ჯობია რომ უყუროთ ჩვენსას, განვავითაროთ ჩვენი და ვიყოთ ჩვენ ძლიერები, იმიტომ რომ ჩვენი სიძლიერე თუ გადაგვარჩენს და გვეშველება მაშინ ჩვენ, როგორც არის და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ჩვენს უყველას გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ ერთმანეთს. და ალბათ მაშინ ნამდვილად გვეშველება. თუ ჩვენ შევძლებთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და პლუს კიდე შევძლებთ ერთმანეთის სიყვარულს, აი, მაშინ ნამდვილად გვეშველება. მადლობა. მოკლედ, ეს ახლა წინ ჩავწერეთ ამის მერე მარანი და სუფრაგველის და ის კადრები წინ იქნებოდა რა. ასე რომ ფხიზლები ვართ. მოკლედ, კარგად.